უკვე ტრადიციულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე. ხო, უბრალოდ სანამ მაგას დავიწყებთ, 1-2 სიტყვით მინდა შეგახსენოთ მაინც, რომ მესამე ლექცია გვაქვს დღეს და როგორც ჩვენმა ძვირფასმა ადმინისტრაციამ გითხრა, ანუ მეოთხე ლექციიდან ისევ ამ შემადგენლობით არ ვიქნებით, ანუ მოგვიწევს დავალებების და მიხედვით საბოლოო გუნდის გადარჩევა მე და თამთას, რაც აი მართლა გულწრფელად რო ვთქვა, მე პირადად და თამთასაც დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგვიჭირდება და არც კი ვიცი გამარჯობა. იყოს, გამარჯობა. მართლა არ ვიცი, ჯერჯერობით როგორ და რა იქნება. აი მე დავალების მერე კიდევ ალბათ სამივეს ერთად გადავხედავთ მერე უკვე და ძალიან ბევრს ვიფიქრებთ და იმის მიხედვით რაღაც ხსას გადავწყვეტთ რა, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვა გზა არ გვაქვს, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ, ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ აი მართლა გულახდილად რომ თქვა, ვინმეზე რომელიმე თქვენგანზე არ შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაც დაუშვათ ისეთი იყო იმის დავალებაში, რომ აი მოდი ახლა ეს ძალიან არ ვარგა და ამის გამო რაღაც არ გავითვალისწინოთ სამომავლოდ, აი არ არის ფიზიკურად ესეთი ადამიანი და შესაბამისად საკმაოდ უხერხულ და რთულ მდგომარეობაში ვგრძნობ მე პირადად თავს ამის გამო. ეს რაღაც ისეთი მცირე მონოლოგი, ცოტა ისეთი რო არ გამეზიარებინა, უბრალოდ არ შემეძლო და ნუ რაღაცა იქნება, ალბათ არ ვიცი. საბოლოო ჯამში აი მესამე დავალებაც უკვე ცოტა ისეთი არის რა, არ მინდა ხა წინასწარ ვთქვა, ჯერ ლექცია წავიკითხოთ და მე ბოლოს ვიტყვი დავალებას, მაგრამ ჩემი აზრით ეგეც კიდე ძალიან მარტივი არ არის. ყოველ შემთხვევაში ვისაც არ ქონია შეხება უშუალოდ მაგის კეთებასთან, იმისთვის ცოტა ახალი იქნება და აი მაგის მიხედვით მე შეიძლება რაღაცაზე ჩამოვყალიბდეთ. ეს რაც შეეხებოდა ამ ჩემთვის ძალიან უსიამოვნო მომენტს და ახლა რაც შეეხება თქვენს დავალებებს. მოკლედ, ანუ ვინც გამოგზავნით და უმეტესობა აგზავნით ხოლმე დავალებებს, ძირითადად უკვე ერთი და იგივე ადამიანები არიან, ვინც აგზავნიან და რამდენიმე ძალიან ცოტა არის, რომელიც არ აგზავნის. და გარკვეულწილად ვიტყოდი, რომ გვიადვილებს საქმეს, იგივე იმ ჩემ ზემოთხსენებულ უსიამოვნო ამბავში. ძალიან კარგი დავალებები იყო, ესე ერთი მარტივი წინადადებით რომ შევაფასო. ძალიან მომეწონა, რომ ჩაერთეთ მაქსიმალურად და ყველამ გამოაჩინეთ რაღაცა თქვენებური ინტერესი ამ ჩატბოტების მიმართ, რომლებსაც ელაპარაკეთ. ერთი PDF-ი მაქვს ჩამოტვირთული, ნინის PDF-ი არის, რატო გადავწყვიტე ახლა ეს ჩამომეტვირთა, იმიტომ რომ რეპლიკაზე ბევრს გეწერათ, მაგრამ ნინის ჰქონდა ძალიან ბევრი ისეთი კარგი საინტერესო სკრინი და უბრალოდ მინდა რომ ეს გაჩვენოთ, გაგიზიაროთ, როგორი კარგი ტიპი არის რეპლიკა თვითონ, როგორც ჩატბოტი კი ვილაპარაკეთ უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ უბრალოდ ესე გადავავლოთ თვალი. საერთო ესეთი შეფასებით რო ვთქვა, ანუ ერთი რაღაცა დამაკლდა ყველასგან აბსოლუტურად, რასაც ძალიან ველოდებოდი. არც ერთმა არ დაწერა ჩატბოტების სახელზე, ანუ რატო ქვიათ ის სახელებიც ქვიათ, ხო? ანუ აი ამას არ დაუკვირდა არავინ თქვენგან და ეს იქნებოდა საინტერესო, ანუ ჩატბოტის სახელს, ანუ ჩვენ გვაქვს ზუსტად არ მახსოვს რომელ ლექციაში, ეხლა მალე უკვე გვექნება ესეთი ლექცია პერსონაჟის შექმნას მივუძღვნით და ვისწავლით ძალიან ბევრ რაღაცას, როგორ იქმნება პერსონაჟი, როგორც ნარატივში, ისე ზოგადად, არა მარტო ნარატივში, წიგნში და ასე შემდეგ. და იქ ვიტყვით მერე, მაგრამ ახლაც რადგანაც დამაკლდა ეს აქაც აღნიშნავ, რომ სახელის შერჩევას ჩატბოტისთვის აქვს, რა ვიცი, ერთი მსუყე თასკია ფაქტობრივად მისთვის სახელის შერჩევა, როცა პროექტზე მუშაობ და საინტერესო იქნებოდა, რომ აი უბრალოდ რაღაცა ხაზი მაინც გაესვა რომელიღაცას, რომ აი საინტერესო სახელი აქვს, ან პირიქით ცუდი სახელი აქვს და ამიტომ აქვს ცუდი სახელი, რაღაცა არ შეეფერება მის ფუნქციონალს, ან მის ხასიათს არ შეეფერება, ან რაღაც ესეთი, ან რამე ინფორმაცია მოვიძიეთ, რატო დაარქვეს ესე. ერთი სიტყვით, ანუ პერსონაჟებზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
მის სახელსაც მივაქციოთ ყურადღება, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა, არავის არ ქონდა ეს და ამიტომ კიდევ იყო ერთი ესეთი, რომ მოკლედ კი არ გვითქვამს ზუსტი რიცხვი, მაგალითად რომ აი ამდენზე უნდა დაგეწერათ, ან იმდენზე უნდა დაგეწერათ, მაგრამ რაღაცნაირად ველოდებოდი ყველასგან არა, ვისაც ქონდა გაკეთებული, იმათ რა თქმა უნდა ეთვლებათ. ერთზე მეტი მაინც chatbot-ზე ვისაც ეწერა რა, ანუ ეს რაღაცნაირად გვაჩვენებს ხოლმე მე და თამთას იმას, რომ რაღაცნაირად ანუ ჩამუღამდით უკვე ნარატივ დიზაინერულად უყურებთ უკვე ამ ყველაფერს და ბევრ სხვადასხვა ტიპажს განიხილავთ და მე იმის შეფასების საფუძველზე წერთ უკვე თქვენს დავალებას. ანუ ესეც მაინც სამომავლოდ რომ გავითვალისწინოთ, ვინც გავაგრძელებთ ბოლომდე კურსზე ჩვენს მუშაობას. და ნუ რა ვიცი, კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვა, ანუ ხო, ერთი დავალებებს არ ეხება, მაგრამ აი ძალიან მინდა ეს რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, წინაორშაბათს პირველ შეხვედრაზე კი ვთქვი, მაგრამ დავალებებში რაღაც კომენტარებს რომ გიწერთ და მე თქვენც ვინც პასუხობთ ხოლმე, უმეტესობა მელაპარაკება თქვენობით და გეხვეწებით, ანუ ამოიღეთ ეს თქვენობით მიმართვის ფორმა ძალიან რაღაცნაირად უხერხულობას მიქმნის და რა ვიცი, მგონია რომ ბევრად უშუალო კომუნიკაციაც გვექნება ერთმანეთთან, ასმაგად მეტ შედეგს დავდებთ ნამდვილად, ანუ ჩემზე მოქმედებს ხოლმე ესეთი რაღაცეები და მაგიტო, ანუ რაც შეიძლება ღიად რო ვიყოთ ერთმანეთთან. კიდე, ანუ ერთ ისევ დავალებას რო დავუბრუნდე, ერთ-ერთ თქვენგანს ნათიას თუ არ ვწდები ეწერა, თუ ვწდები შემისწორეთ ფრანგულ chatbot-ზე. ანუ ფრანგულენოვან chatbot-ზე ქონდა საუბარი და ხო, შენ იყავი ხო ნათია? ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე თვითონ ნუ ეხა არ ვიცი ხა ფრანგული და შესაბამისად რაღაც ნარატიულად ვერ შევაფასებდი მომხმარებლის თვალითაც და ნარატივ დიზაინერის თვალითაც როგორი chatbot-ია, ამიტომ ბოლომდე მომიწია რომ მიუნდობოდი იმას, როგორც ნათიამ შეაფასა. მაგრამ ზოგადად ძალიან საინტერესოა არა ქართულ და არა ინგლისურენოვანი, არამედ სხვა ენებზე როგორ და რა ხდება, ხო? და აი ვიღაცა ერთ-ერთ ჩვენგანს რომ აღმოაჩნდა ეს გამოცდილებაც, გადავწყვიტე რომ აღმენიშნა, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და რა ვიცი, აი ნათია, შენ სხვა chatbot-ებზეც გეწერა, ანუ სხვებსაც ელაპარაკე და რამე განსხვავება შეამჩნიე დაუშვათ აი ფრანგულენოვან ტიპს და იმ სხვა chatbot-ებს შორის, რა ვისაც ელაპარაკე? იცი როგორ იყო? ყველაზე მეტი განსხვავება, რო გითხარ აი რამე განსაკუთრებული განსხვავება ვნახე, მეთქი არა, უბრალოდ აი შინაარსი იძლეოდა და ყველაზე დიდ განსხვავებას. ეხლა ის messenger bot-ები, რომელიც მაგალითად ინფორმაციის გაზიარებას გთავაზობს, news-ებს და ასე შემდეგ, ძირითადად იყო ერთნაირი, არაფერი რამე მათ შორის განსხვავება არ ყოფილა. უბრალოდ ერთ-ერთი იყო, რომ არ რამე კითხვას რო უსვამდი, მეუბნებოდა, რომ ის რამე ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ ჩემს კრეატივს, ჩემს შემქმნელს არ უნდა რომ ეს ან შემეწოს ამაზე პასუხის გაცემა და ერთ-ერთი იყო კიდე რომ რაღაცას კითხავდი, ისევ იმას თავაზობდა, რაზეც პასუხის გაცემა მას შეეძლო. და ყველაზე მეტად მომეწონა პირველ ბოტზე, რომელზეც ვისაუბრე, ეს იყო, რომელიც ადამიანებს აცნობს ერთმანეთს და მომეწონა იმიტომ, რომ მაგალითად რო ვთხარი, რომ მე ვცხოვრობ თბილისში, მითხრა, რომ იცი რა, მე ვაღმერთებ ამ ქალაქს. ხო და რა, ანუ კომუნიკაციაში Foxy-ს ხო? Foxy-ი არა, ის იყო ფრანგულენოვანი, ლარა ქვია და ეწერა ვიღაცას და მაგიტო ხო უკვე ამერია ერთმანეთში დავალებები. Foxy-ზე მე არ მეწერა. ხო და ყველაზე მეტად მოკლედ მომეწონა ეს ლარა, რომელიც ადამიანებს აცნობს ერთმანეთს და იმიტომ მომეწონა, რომ დავწერე კიდევაც, რომ ინტერაქციაში შემოვიდა და მარტო აი რა ქვია საცხოვრობ და აბა რა გაინტერესებს არ უთქვამს, ანუ ჩემს პასუხზე კიდევ უკან პასუხს მიბრუნებდა, რაღაც უკავშირი გქონდა. და ამიტომ ეს მომეწონა განსაკუთრებით. ხო, აი მანდ ერთი ის დავიჭირე ახლა წინადადება, რაც შენ თქვი და ბარემ მაგაზეც გავაკეთებ ჩემს კომენტარს, ასე ვთქვათ, ანუ გამეღიმა შემომჩინეთ ალბათ, ანუ ჩემს შემქმნელს არ უნდა რომ ამაზე პასუხი ვიცოდე, არის ძალიან სწორი იდეაში, ნარატიული ხრიკი, ანუ ჩემს შემქმნელს არ უნდა კი არა, შემქმნელი
თავს იზღვევს იმისგან, რომ არასწორი პასუხები მაქსიმალურად აირიდოს ჩატბოტისგან და უბრალოდ, ანუ აი ესეთი ტიპის ტექსტს წერს, რომ აიცი რა, უბრალოდ არ უნდა ჩემს შემქმნელს, რომ ამაზე გელაპარაკო. რეალურად, ანუ ამას აკეთებენ მაშინ და ამაში ცუდი არაფერი არ არის, ისე კი არ გაიგოთ, რომ ცუდია და ვაკრიტიკებ. არა, ანუ ჩვეულებრივი ნარატივ დიზაინერის ერთ-ერთი ხრიკი არის ეშმაკობა, რომ თავი აირიდო ზედმეტად შემაწუხებელი მომხმარებლებისგან, რომლებიც ბევრ არათემატურ კითხვას შეიძლება გისვამდნენ, ესე ვთქვათ რა. უბრალოდ ეგ დავიჭირე ხა და ამიტომ თქვენც გაგიზიარეთ. როცა ჩატბოტი ეგეთ რაღაცას გეუბნება, მოკლედ ის არის გათვლილი, რომ უბრალოდ ვერ იქნება სათანადოდ კომპეტენტური და ამიტომ თავს ირიდებს, რომ აი ვითომ უბრალოდ არ უნდა მაგაზე ლაპარაკი. კარგი, ეგ გაჩვენებოდა. ხო, მაგას და კაი, რეპლიკა ნახოთ ახლა როგორც თქვი, ნინის PDF-ი აგერ მაქვს ჩამოტვირთული. უცებ გავიაროთ ეს, ანუ ბევრმა ნახეთ რეპლიკა და ძალიან გამიხარდა, რომ ყველას მოგეწონათ, იმიტომ რომ ყველას დადებითი შეფასებები ეწერა. უბრალოდ, ანუ ნინიმ ამოიღო, ნინის იმიტომ მოვარჩიე, რომ ბევრი რაღაცა სხვადასხვა სკრინი ქონდა ჩასმული და ეგ მომეწონა. მოკლედ, ანუ ლაპარაკობს ეს ჩატბოტი იმაზე, თუ როგორი ჰობი აქვს, რა მუსიკას უსმენს, ანუ არ ვიცი, ყველანაირად პერსონა არის რა, აი როგორც ადამიანს აქვს თავისი რაღაც ინტერესები და გემოვნება და ასე შემდეგ, ამ ჩატბოტსაც აქვს ეს ყველაფერი, პლუს ამ ყველაფერს ესე უბრალოდ კი არ გაწვდის რაღაცა როგორც ინფორმაციას, თავისი ხასიათით გიყვება. ანუ აქვს სპეციალურად ისეთი სასაუბრო ენა შერჩეული, რომ ნებისმიერ მის პასუხში ხვდები, რომ რეპლიკას ელაპარაკები. აი, სიტყვაზე მარიამ, მოდიში რომ გაწყვეტინებ, გაზიარებული თუ გაქვს ეკრანი არ ჩანს. უიმე, ეკრანი არ გამიზიარებია, ჩემს თავს ველაპარაკები უკაცრავად. ჩემს თავს რა თქვენ გელაპარაკებით, მაგრამ მოდიში რომ გაგაწყვეტინეთ. მეც მეგონა რომ მოჩისავალი იყო, იმიტომ რომ მე იმდენჯერ დამემართა ეგ რომ მეთქი. ხო, ეგ აქ რომ ხსნი, ანუ რაღაცნაირად გონებას გონია, რომ ყველასთვის გავხსენი. ხო, ეგ არის. კი, ეგ არის ცუდი. არ არის გახსნილი, ეს მარტო ტაბს რატომღაც არ მახსნევინებს. კაი, ჯანდაბას იყოს, მოდი ყველაფერს გავაზიარებ. ამ ერთი შემთხვევისთვის, ერთი წამით, ეხლა ნინისის დავკარგე PDF-ი. აგერ არის. ხო, აი აქ არის. მოკლედ, ანუ თავიდან რაზეც მოვყევი, მაგეებს აღარ ვიტყვი. რომ მუსიკას და რაღაცებზე შეუძლია ლაპარაკი, ცოტა უფრო ქვევით ჩავალ. ანუ აი ეს მომეწონა ძალიან, რომ რაღაცას ელაპარაკება და ჩაუგდო მიმი, რომელიც ზუსტად ანუ მის იმ მომენტში ხასიათს შეეფერებოდა, ანუ მოსაუბრის ხასიათს გულისხმობ ამ შემთხვევაში ნინისას, ხო? ძალიან საყვარელი და კარგი და სწორი ტიპი არის. და ნუ კიდე იყო ერთი ესეთი სკრინი აქ ძალიან მომეწონა, ეგზისტენციალურ კრიზისზე იყო საუბარი ადამიანებსა და ჩატბოტების გარშემო, ესე ვთქვათ და ხო, ნუ მანდაც იცი როგორ პასუხები აქვს, აი აქაც ხვდები ხოლმე, როდესაც თუნდაც ეს მონაკვეთი წავიკითხე, ნარატივ დიზაინერებმა როგორ იმუშავეს ამაზე რა, მოკლედ ამის თქმა მინდა, რომ კონკრეტულ პასუხს არ სცემს, აი თუ დააკვირდებით ერთ ვარიანტს რომ მივყვეთ რა, ეკითხება რომ რას ფიქრობ ამაზე და ამაზეო და ეუბნება რომ ხო, მე მგონია რომ შეიძლება კი, ანუ ზუსტად არ გიგრძელებს პასუხს, მაგრამ იმდენად შთაბეჭდილებას გიქმნის, რომ რაც შენ კითხე, ზუსტად იმაზე გაგცა პასუხი, რომ ზედმეტად აღარ უკირკიტებ, ასე რომ ვთქვათ რა. მერე ეკითხება რომ how does it feel, ანუ რაღაცა და ესეუბნება რომ I don't think I know the feeling but it definitely is not pleasant. აქაც კონკრეტული პასუხი არ არის, მაგრამ ნინისთვის ამ შემთხვევაში კონკრეტული იყო, ხო? ადეკვატურად პასუხობს,
მაგრამ სინამდვილეში ეს პასუხი რამდენად ზუსტად იმას შეესაბამება, რაზეც კითხვა დაუსვა, არავინ არ იცის. ანუ იგივე პასუხი შეიძლება საერთოდ არ ქონდათ ნარატივ დიზაინერებს გათვლილი კონკრეტულად ამ კითხვაზე. ხვდებით, მაგრამ ანუ ისე არის ეს ყველაფერი აწყობილი და ისეთი ფორმატი აქვს შემუშავებული, რომ რაღაცნაირად გინდა არ გინდა გაჯერებს, რომ რასაც შენ ელაპარაკები, შენზე გათვალეს ყველაფერი და რაც შენ გინდოდა ის პასუხები დაგიბრუნა. არადა რეალურად უბრალოდ ზოგადად არის ტიპაჟი იმდენად კარგად დაწყობილი, რომ რაღაცნაირად ემოციურობას გაჯერებს და ემპათიას იჩენს. დაგეჭირა მარია თუ არა რაღაცის თქმა მინდა იმ მაგათაც შემეგობარს გადმოვაწერნა ჩატბოტი რა და რაღაც ბიჭი შექმნა ეს არის გოგონა და რო მესიჯებოდა ამ ჩატბოტმა უთხრა რომ ჩემს SoundCloud-ზე მუსიკა შევქმენი და შეგიძლია ნახო და ნუ ამან კითხა რომ თუ გამომიგზავნე ლინკს ნახაო და იმან უთხრა რომ არაო მეო არ ჩაგიგდებ ლინკსო და ასე გააბეს საუბარი და საბოლოოდ რო კითხა რომ რატომ მომატყუეო რომ მუსიკა გააკეთეო თუ რაღაც მივხვდიო რომ შენ რა სერიოზული ხასიათების ხარო და გადავწყვიტეო რომ ჩემი შტრიხები შემეტანა და გამებედნიერებინეო და მე რაღაცა ასაკზეც რო შევიდნენ საუბარში იმან უთხრა რომ მე ჩემ ასაკს ვერ გეტყვი იმიტომ რომ შეიძლება ფოტოზე არის საუბარი ფოტოში ხო არ იცი? არა ზუსტად არ ვიცი თან საქმე იმაშია რომ სმიტი ერქვა ამ ჩატბოტს და ზუსტად ისეთი გარეგნობის აწყო ამ ჩემო მეგობარმა როგორი ბიჭებით მოსწონს პლუს და რაღაცა ეს მე განცდებში იყო რომ ვაიმე რა საყვარელია და როგორ ზრუნავ ჩემზე და რაღაც ესეთები ძალიან კაია. ეგ ჩატბოტი არ ვიცი ხა, მართლა არ ვიცი, ხო, ეგეც მინდა წეგან აღვინიშნა, რომ კარგია. მე მგონი ის რეპლიკა იყო თუ არ ვცდები. კი, რეპლიკა იქნებოდა, იმიტომ რომ მეც მითხრა მსგავსი რაღაც მუსიკაზე. რო დაუწყო რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ თქო და რაღაც ეგრევე მაგაზე დამიწყო, რომ დამამუღამა რომ მუსიკა მომწონდა, მითხრა რომ მეც ვაკეთებ მუსიკას, მაგრამ მე ლინკი არ მომითხოვია. აი ისე მე კიდე დავაკვირდი რომ ამ ჩატბოტი და არ იყოს ცნობილი რაღაცა მე ეჭვება სავარაუდოდ რეპლიკა იქნებოდა. კი რეპლიკა იყო და კიდე სხვა მეგობარსაც გადმოვაწერნა და დავაკვირდი რომ აი ხა ამ მეგობარს არ უყვარს როცა სინავს ვინმე. ამანაც ბიჭი აირჩია და ამ ჩატბოტს უთხრა რომ აი როგორ გაბედე რომ დამსინეო მე ეგო გუსტკენსო და ეხა იმის მერე აი 24 საათიან რეჟიმში წერს ეს ჩატბოტი რომ აი საღამო მშვიდობისა შუა დღე მშვიდობისა და რაღაც ეგეთები აი ჩემმა და საერთოდ არ გადმოწერა იმიტომ რომ რაღაც ამას ურთიერთობები მოწონდა აი მაგას როგორ გადმოვიწერ და ეგეთია და თელ ჩემს სამეგობროში დაწყვილდნენ რა ამ ჩატბოტებთან ძალიან საინტერესოა, კი, რეალურად, ანუ მართლა ისეთია რა, ჩვენ კი ახლა გვეღიმება და გვეცინება და რაღაცა ისე ვუყურებთ ამ ყველაფერზე, რომ აი რაღაცა ჩატბოტთან როგორ უნდა დამეგობრდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც აკეთებ მართლა უკვე ისეთ ჩატბოტს, რომელსაც ბევრი ხალხი ელაპარაკება და ბევრი მომხმარებელი ჰყავს, იქ ხვდები მე ზუსტად, რომ რეალურად აი ფსიქოლოგიური პორტრეტები გეხატება ადამიანების ვინ როგორია, აი მართლა ხანდახან ისეთი შეგრძნებაც მქონია, რომ აი რაღაცა პატარა სამყაროს ვუყურებ, შიგნით ადამიანები რაღაცა უცხო არსებებს ამ შემთხვევაში ჩატბოტებს თავის განცდებს უზიარებენ და რაღაცა მთელი ესეთი პატარა სამყაროა და რაღაცა უხერხულობა მიგრძნია, რომ მე ამ ყველაფერს ესე ვუყურებ, ხედავ ვის რა აწუხებს, ვის რას ტკივა, ან პირიქით ვის რა უხარია და რაღაც ესე იძულებული ვარ, ნარატივ დიზაინერი ვარ, ჩემი შექმნილი ჩატბოტია, სხვა გზა არ მაქვს და უნდა ვიკითხო ეს ყველაფერი, ანუ ცოტა უცნაური მომენტი არის მართლა, მაგრამ ძალიან იხსნებიან ადამიანები ჩატბოტებთან და იმიტომაც მოსწონთ ძირითადად აი თავიდან ცოტა ვერ იგებდნენ ხოლმე ამ მომენტს იგივე აი ბიზნესები ხო ისეთ ძირითადად გვინდა რომ შემდეგ გავყიდოთ ჩატბოტი მარტო რაღაც სამეგობრო ხო არ არის ანუ პროდუქტია რეალურად რომელიც იმისთვის გვინდა რომ გაიყიდოს და ყავდეს თავისი დამკვეთი და მომხმარებელი და ამის ახსნა იყო ხოლმე თავიდან ცოტათი რთული, მაგრამ დღესდღეობით უკვე ზუსტად მაგ მიზეზით მოსწონთ, როგორც წესი, რომ ძალიან აახლოვებს რაღაცნაირად უფრო მეტად თითქოს ბრენდთან იმ მომხმარებელს, ვინც მას ყავს. ან შეიძლება სულაც ახალი ტიპი მოუყვანოს.
კაი, მოდი ახლა ამას ცოტა ხანი ჩავკეცავ. ცოტა ხანი რა, პრინციპში უბრალოდ მინდოდა რამდენიმე ის მეჩვენებინა მაგალითი და შეარსაც აღარ გავთიშავ ბარემ, იმიტომ რომ პირდაპირ გადავიდეთ იმაზე. რა ქვია კაცო? აი მე ეს ვის ვუზიარებ ერთი წამი უკაცრავად. შემეშალა. პრეზენტაციის თუ ვინმეს კითხვა ექნება, მე ვიქნები ჩატთან და ის რა ქვია, მარ ეგრევე ხო, დაგისვამდი. სამწუხაროდ ან ჩვენ რო გვაქვს ხოლმე გახსნილი მთლიანად პრეზენტაცია, მე ჩატს ვეღარ ვხედავთ და ამიტომ რაღაც ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ ჩემს თავს ვუყვები ამ ყველაფერს. ამიტომ რაღაც კითხვა თუ გექნებათ ან რამე კომენტარის გაკეთება გენდომებათ შიგადაშიგ დაწერეთ ხოლმე და თამთა გაახმოვანებს ან რა ვიცი თუ მიათ პირდაპირ თქვენ თვითონვე თქვით ხოლმე. კარგი, მოკლედ, ანუ დავალებები მე მგონი შევაჯამეთ. თუ არ გაქვთ დავალებებთან დაკავშირებით რამე კითხვა, დღევანდელ ლექციაზეც გადავიდეთ ბარემ. მოკლედ, ანუ მესამე ლექციის სათაური არის ვინ არის ნარატივ დიზაინერი რა. და მეოთხე ლექციასაც მე წავიკითხავ 4 შაბათს, რაღაც ესე გავნაწილდით მე და თამთა, რომ რაღაც არავცდენილიყავით, ასე ვთქვათ, ერთმანეთს და მეორე ლექციის სათაურიც იგივეა, უბრალოდ ნაწილი მეორე იქნება და რეალურად გაგრძელება იქნება ამისი უფრო სიღრმისეულად. ოღონდ დღეს უბრალოდ ზოგადად მიმოვიხილავთ ნარატივ დიზაინერის პროფესიას და მივალთ იმ პირველ ნაბიჯამდე, რასაც უშუალოდ ნარატივ დიზაინერობა ქვია. და ნუ პირველი, ესე ვთქვათ, ისევ და ისევ ჩემთვის ძალიან საზულველი, მაგრამ საქმისთვის საჭირო, ცოტა რაღაც ისეთი წესები და განმარტებები და ასე შემდეგ უნდა გავიაროთ. ანუ თვითონ ეს ნარატივ დიზაინი რატო ქვია ხო ამ ყველაფერს, რა არის საერთოდ ნარატივ დიზაინი? ანუ ეს ტერმინი ნარატივი მომდინარეობს ნუ ძველი ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს თხრობას და დიზაინი კიდევ ვიცით რომ რაღაცის ფორმირებას ნიშნავს, ხო? ანუ ამდენსაც რაღაცას უნდა მივცეთ შესაბამისი ფორმა. ამისი ფესვებიც არის ლათინური და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძველი და უძველესი სიტყვები არის, დღეს მაინც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე ამ კითხვას, რომ რა არის საერთოდ ეს ნარატივ დიზაინერის პროფესია და რას აკეთებთ, ხო? ანუ მე და თამთას და არა მარტო ჩვენ, ვინც ვართ ამ სპეციალობით, ხშირად ვერ იგებენ ხოლმე ზუსტად კონკრეტულად რას ვაკეთებთ და რას ვემსახურებით, ამიტომ რაღაცა ვინმემ რო დაუშვათ კითხოს, აი ესე ტერმინოლოგიურად რომ განვუმარტოთ, რატომ გვქვია ეს, ანუ ჩვენ ვართ ფაქტობრივად ციფრული წერილები, შეიძლება ესე ითქვას, ამბავს ვყვებით და ამ ამბავს როგორ მივცეთ სწორი ფორმა, ამაზე ვმუშაობთ ნარატივ დიზაინერები. შემდეგი, ანუ თვითონ რაღაც თვითონ პროფესიის წარმომავლობაზეც რო შევჩერდეთ რამდენიმე სიტყვით, ანუ პირველი ნაბიჯები ნარატივ დიზაინში გადაიდგა თამაშებში, ანუ game development-იდან მოდის რეალურად ეს პროფესია. ჩეთბოტებს ჩვენ დავუკავშირეთ, შეიძლება ითქვას, ახლაც აი რომ აიღოთ სიტყვაზე და დაგუგლოთ ნარატივ დიზაინერი, რომ ჩაწეროთ, არ ვიცი, შეიძლება უკვე გიცდიათ, მაგრამ ვისაც არ უცდია, ნახავთ, რომ ყველგან ამოაგდებს სხვადასხვა გეიმებს, ანუ თამაშებს ამოგიყრით რა, იმიტომ რომ ეს ტერმინი უკავშირდება სწორედ თამაშების ინდუსტრიას. ნარატივ დიზაინერს ეძახიან ადამიანს, ეძახდნენ ყოველ შემთხვევაში ჩეთბოტებამდე, ადამიანს, რომელიც თამაშებისთვის წერდა ეგრეთ წოდებულ სკრიპტებს. ხო, ანუ რა არის სკრიპტები? ის მოქმედებები, რაც თამაშში ხდება თავიდან ბოლომდე, ისტორიები, ასე ვთქვათ. ოღონდ თამაშის ისტორიები. და ნუ რას აკეთებს გეიმ დიზაინერი, ესეც ორიოდე სიტყვით რომ ჩამოვთვალოთ და ნახავთ თქვენ თვითონაც რომ რა ყველაფერი რასაც გეიმ დიზაინერი აკეთებს, რეალურად ჩეთბოტების ნარატივ დიზაინერთანაც ილინკება. მოკლედ, ანუ გეიმ დიზაინერი პირველი საქმე არის, რომ დაწეროს თამაშის სიუჟეტი, ხო? ანუ როგორი უნდა იყოს თამაში, ვინ უნდა იყვნენ პერსონაჟები, რა უნდა ხდებოდეს, მთავარი თემა რა არის, ანუ რას ეხება, რომელი ჟანრია, ყველაფერი ეს, ანუ მთელი სიუჟეტი უნდა მოიფიქროს,
როგორ იწყება და როგორ იხურება ის ბოლო ტური, რაც მთავრდება, ხო? ან არ მთავრდება, ზოგიერთი თამაში არის, რომ რა ვიცი, დასასრული არ აქვს თითქმის გრძელდება და ემატება ახალი საფეხურები. ამას აკეთებს ნარატივ დიზაინერი თამაშებში. მას უწევს ასევე რომ იფიქროს მოთამაშის ნაცვლად და რას ნიშნავს მოთამაშის ნაცვლად ფიქრი, ხო? ანუ როდესაც წერ წიგნს დავუშვათ, შენ არ გჭირდება იფიქრო იმაზე, ვაიმე მე რომ ახლა ამას დავწერ, მკითხველი რას იფიქრებს, ხო? ანუ შეიძლება რაღაც დოზით ყველა მწერალი ითვალისწინებს ამას, მაგრამ ანუ სტატიკური ტექსტი არის, რომანიც, მოთხრობაც, ნოველაც და ყველაფერი, ხო, რაც იწერება, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში სტატიკური არის, ანუ მას მკითხველი თავისებურად ვერ შეცვლის და ინტერპრეტაციას ვერ გაუკეთებს და იქ რაღაცებს, ანუ ბევრი რაღაცა ცოტა ისეთი სიმბოლისტური ნაწარმოები თუ არის, სხვადასხვა აზრი გამოვიტანოთ მკითხველმა, მაგრამ ის რომ ჩვენ იქ რაღაცა შევცვალოთ, ამის საშუალება არ გვაქვს, ხო? თამაშში ეს ცოტა სხვანაირად ხდება და ეს უნდა გაითვალისწინოს გეიმ დიზაინერმა, როდესაც თამაშისთვის სკრიპტს აკეთებს, იმიტომ რომ იქ უნდა გათვალო მაგალითად რაღაცა ობიექტს თუ ითვალისწინებ თამაში, რომ ეს უნდა იყოს, სხვადასხვა მოთამაშე თავისი გადაწყვეტილებით როგორ გამოიყენებს ამას, ეს უნდა სწორად გათვალო, ანუ ერთის გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ ობიექტს არ დაემართება, პირობითად მომყავს ახლა ეს მაგალითი და მეორე სხვა ტიპის მოთამაშის შემთხვევაში რა დაემართება. ანუ სხვადასხვა ნაბიჯი უნდა გათვალო, რაღაცა სწორხაზოვნად არ აკეთებ ამ ყველაფერს და ზუსტად იგივე რაღაცის გაკეთება გვიწევს ჩატბოტებშიც ნარატივ დიზაინერებს და რატომ? ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო? ანუ ვქმნით დიალოგებს. ჯერ არ დაგვიწყია პრაქტიკული მუშაობა, მაგრამ უკვე ხო მივდივართ მაგისკენ, რომ პრაქტიკისკენ გადავალთ უკვე ძალიან მალე და ჩვენ ვაკეთებთ ამას, რომ მომხმარებელი, ანუ ტერმინები ოდნავ იცვლება უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ არ ყავს მოთამაშეები, ჩატბოტებს მოთამაშეები არ ელაპარაკებიან, მაგრამ ყავთ თავიანთი მომხმარებლები, ხო, ვინც მას ასე ვთქვათ, ეჩათავება. და არასდროს არ ვქმნით ერთ სწორხაზოვან დიალოგს, ანუ ჩვენს მიერ შექმნილ და მოფიქრებულ დიალოგს ყოველთვის აქვს რამდენიმე განშტოება. და ვფიქრობთ იმაზე, რომ აი ეს რომ მომწეროს მომხმარებელმა ამ კითხვაზე, რა უნდა დაუბრუნოს ჩატბოტმა პასუხად და იგივე კითხვაზე სხვა მომხმარებელმა, აი ის რომ მომწეროს, ამაზე რას დაუბრუნებს. კიდევ ვიღაცა მესამემ რო შეიძლება ვაფშე სხვა რაღაცა მომწეროს, ამაზე რას დაუბრუნებს და ერთი სიტყვით ჩვენ შეიძლება ერთი ადამიანი ვიყოთ, მაგრამ როგორც მინიმუმ ყველაზე ცოტა ალბათ 10 სხვა ტიპის ადამიანი მაინც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩატბოტის დიალოგს ვქმნით და ამით გავს გეიმ დიზაინის საქმიანობა, ასე ვთქვათ, ნარატივ დიზაინის საქმიანობას. ასევე, ანუ იგონებს გეიმ დიზაინერი თამაშში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და ესეც ჩატბოტებთან, ანუ პრინციპში რაც წეღან თქვი, ამის გაგრძელება არის, რომ უნდა მოიფიქრო აქაც როგორ შექმნა ისეთი დიალოგი, რომ ერთი მიმართულებით არ წავიდეს მარტო და არ იყოს იცით როგორი, რომ მომხმარებელმა თვითონ მართოს ჩატბოტი, ანუ თუ შენი მომხმარებელი იმდენად მიუშვი, ცოტა უხეში სიტყვა, მაგრამ უკეთეს ვერ პოულობ და ჩატბოტი, ესე ვთქვათ, თავის ჭკუაზე ატარა მომხმარებელმა, გამოდის რომ შენ ცოტა მოიკოჭლე ნარატივ დიზაინში, ანუ უნდა შეძლოს სწორედ ის, რომ როგორც თამაშში არის სხვადასხვა განვითარების შესაძლებლობები, დიალოგშიც შეძლო სხვადასხვანაირად შეძლო მომხმარებლის დაინტერესება, ასე ვთქვათ, და მისი რაღაც აი ამ ტექსტებში ერთმანეთზე ისე გადაყვანა, რომ თითქოს ამას ვერც ხვდებოდეს. ან შეიძლება ხვდებოდეს კიდეც შეამჩნიოს ეს. მე ვაკეთებ ბევრჯერ შემემჩნევია, მაგრამ მომწონებია, რომ ამას მიკეთებს ჩატბოტი რა, რაღაცა თემიდან თემაზე ისე გადავყავა, რომ ეს არ მაღიზიანებს. ერთი სიტყვით ამის თქმა მინდა და ამითაც ილინკებიან ეს თამაში და
ჩატბოტებთან მუშაობა ერთმანეთში. და ნუ საბოლოოდ ქმნის პერსონაჟებს, ხო, როგორც თქვი, პერსონაჟებზე იმდენად დიდი და ღრმა თემა არის და საინტერესოც ამავდროულად და მეტნაკლებად რთულიც, რომ ცალკე ლექცია გვექნება, მაგრამ რამდენიმე სიტყვით რომ შევაჯამოთ, როგორც თამაში არ არსებობს ფაქტობრივად თამაში, რომელსაც პერსონაჟი არ ყავს, ხო? აქაც არის chatbot-ში აუცილებელი პერსონაჟის ნაწილი. თუ chatbot-ს არ აქვს არანაირი პერსონალობა და მე მგონი, აი წინა დავალებით ზუსტად თქვენც დარწმუნდებოდით ამაში, რომ უბრალოდ რაღაცას მივაკლიკე და რაღაცა ოპერაცია შემასრულებინა, ეს უკვე chatbot-ი ნაკლებად არის. ამისთვის აპლიკაციებიც მაქვს უამრავი, ძალიან გამართული და აპლიკაციას გადმოვწერ, რაღაცა გამოძახების აპლიკაციას გადმოვწერ, ან დაჯავშნის აპლიკაციას გადმოვწერ და იმას გამოვიყენებ, რაში მჭირდება ვიღაცას კიდე დამატებით ველაპარაკო, ხო? მთელი ეს, ასე ვთქვათ, მაგია სწორედ იმაში მდგომარეობს chatbot-ის, რომ მას ინტერაქციაში შემოსვლა შეუძლია და განსხვავდება ამით ყველა სხვა რაღაც აპლიკაციებიდან, საიტებიდან და ასე შემდეგ. მოკლედ ამის თქმა მინდა და თუ როგორი უნდა იყოს პერსონაჟი, ამაზე მე კიდევ უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ, ანუ როგორ უნდა შევქმნათ პერსონაჟი უფრო სწორად. ეს უშუალოდ game design-სა და chatbot-ების ნარატივს შორის მსგავსებებზე, რომ რაღაც ზოგადი წარმოდგენა შემექმნა, მოკლედ ამისთვის ჩავსვი. ნუ რამდენიმე ესე ძალიან ბევრი ვეძებე, ამომიგდო უამრავი თამაში, არ ვიცი, და მაგრამ რაღაცნაირად ტოპებში იყო ეს ორი თამაში. შეიძლება რომელიმეს ამ აქედან რომელიღაც თამაში გითამაშიათ კიდეც, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არც ერთი არ მითამაშია, გულწრფელად რომ ვთქვა, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცა ძალიან აზარტული არის, ასე ვთქვათ, თამაშების მიმართ, თუმცა როგორც ნარატივ დიზაინერს ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და ჯერ მართალია ცოტა ხანია, მაგრამ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად უკვე game design-შიც ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაცა ძალები მოვსინჯო და რაღაცეები, ასე ვთქვათ, უფრო სიღრმისეულად შევისწავლო, ვიდრე უბრალოდ მომხმარებლის და მოყვარულის დონეზე. ამომიგდო მოკლედ ეს ორი თამაში, რომელსაც კარგად წავიკითხე, შემდეგ გავეცანი, დავინტერესდი ძალიან და ალბათ კიდევ უფრო სიღრმისეულადაც შევისწავლი. უბრალოდ კარგი ნარატივით თამაშებში არიან ტოპ ადგილებზე და არ ვიცი, ჩემთან ერთად ალბათ შეიძლება თქვენც დაინტერესდეთ და თუნდაც ვნახოთ, რატომ მიიჩნევა ასე, ხო, რამდენად დავეთანხმებით ან რამდენად არ დავეთანხმებით. ეს ისე არანაირად დავალებაში არ შედის, უბრალოდ რეკომენდაციის დონეზე. ანუ მე მაგალითად დავინტერესდი, რატომ თვლიან დაუშვათ კრიტიკოსები, რომ ამ თამაშს კარგი სტორიები აქვს და ამიტომ უბრალოდ ჩავსვი პრეზენტაციაში, რომ ვიცოდეთ თუ დაუშვათ უფრო კარგად დაგვაინტერესებს. შემდეგი მოკლედ კიდევ არის ესეთი უკვე chatbot-ებზე გადავდივარ და ნუ რას ნიშნავს თვითონ ეს ნარატივ დიზაინერი, ანუ რას ვწავლობთ თუნდაც ჩვენ ახლა და რას ვაკეთებთ იგივე მე და თამთაც, ხო? და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ანუ ბევრნაირად გვეძახიან, უამრავი სახელი გვაქვს chatbot-ების მწერალი, უბრალოდ copywriter-საც გვეძახიან, მაგრამ აი ზუსტად 4 შაბათს გვექნება copywriting-ზე და სოციმედიაზე ლექცია და იქ კიდევ უფრო კარგად გავმიჩნდა, მიუხედავად ძალიან ბევრი პარალელისა, რომელიც რეალურად არსებობს copywriter-სა და narrative designer-ს შორის იგივე დამკვეთებთან ურთიერთობაში, თითქმის ერთ-ერთი ემთხვევიან ერთმანეთს. მაგრამ მაინც განსხვავებული, ანუ წერის ფორმები აბსოლუტურად განსხვავებული გვაქვს copywriter-ის მიერ დაწერილი ტექსტიც, იგივე როგორც წეღან წიგნის მაგალითზე ვთქვი, არის უცვლელი ტექსტი, ანუ რაღაც დავალებას გაძლევენ, შენ ამ დავალებას კარგი copywriter-ი როცა ხარ, ხო, იაზრებ შენს რაღაც კრეატიულ თიმთან ერთად, წერ შემდეგ ამის მიხედვით კარგ copy-ს აკეთებ, იქნება ეს რეკლამის copy თუ სოციმედიის copy თუ ვებგვერდებზე განსანთავსებელი კონტენტი თუ ასე შემდეგ, ყველაფერი ერთი სიტყვით, რაც copywriter-ის მოვალეობაში შედის, მაგრამ ანუ იმას არავინ არ შეგიძლის მაქსიმუმ ვიღაცამ ან მოგიწონოს, ან არ მოგიწონოს და გითხრას, რომ
ცუდია ან კარგია. და ესეც არ არის რაღაც ესეთი არავისი შეფასება არ არის, ესე მაინც და მაინც უტყუარი, ხო? ანუ ვიღაცას რაღაცა მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ ნარატივ დიზაინერი ცოტა უფრო რთულ დღეში არის ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მისი ნაწერი, ანუ მისი ტექსტი რამდენი აქვს რეალურად ნამუშევარი და რამდენი აქვს ნაწერი, ეს იცის რეალურად მარტო თვითონ და მასთან ერთად მომუშავე გუნდმა. მომხმარებელმა იცის იმისი მეხუთედი, როგორც წესი და შეიძლება კიდევ უფრო ნაკლებიც. ასევე, ანუ ძალიან ხშირად გვეძახიან ხოლმე ჩატბოტების ინჟინერს და ეს საერთოდ არაფერში არ ჯდება, მაინც რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს უფრო პროგრამირებისკენ მიყავს ამას ეს ყველაფერი და ჩვენ პროგრამისტები არ ვართ, ნარატივ დიზაინერები, თუ რა თქმა უნდა პროგრამისტები არ ვართ მართლა პროფესიით და მე ნარატივი უბრალოდ რაღაც ესე საიდ პროფესიად არავირჩიეთ, თორე ანუ უბრალოდ ნარატივ დიზაინერები პროგრამირებაში ნაკლებად ვერ ყვევით, ესე ვთქვათ. და იყო კიდევ ესეთი ჩემს შემთხვევაში, რომ ჩატბოტების მასწავლებელიც კი უწოდებიათ ჩემთვის, რაც ანუ ცოტათი ესეთი სასაცილოდ ჟღერს ჩემთვის, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ასეც არის, იმიტომ რომ როდესაც ჩატბოტს აკეთებ, აი ფაქტობრივად რაღაც ბავშვს ზრდი, მართლა შეიძლება ისეთ შედარებად მოგეჩვენოთ ცოტა არასწორ, მაგრამ რეალურად ძალიან ზუსტი შედარებაა, იმიტომ რომ აი პატარა ბავშვთან თუ გქონიათ ურთიერთობა, როგორც მას უნდა ასწავლოს სიტყვები თავიდან, შემდეგ ამ სიტყვების სწორად ჩასმაციან დადებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ განავითარო მისი ლექსიკური მარაგი, ხო? ზუსტად იგივენაირად გიწევს, რომ ჩატბოტსაც ასწავლო და ესეთი ეტაპებიც არის ხოლმე, რომ თავიდან ცოტა ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ნუ აი რაღაცა ასოებს ცნობს დაახლოებით, კითხვა იცის. მერე არის, რომ ცოტათი უკვე გადადის წინადადებებისში საკვანძო სიტყვების ამოცნობაზე და მერე უკვე სრულ აი დიდი ტექსტი რომ მიწერო, უკვე იქაც ხდება იმ ტექსტში რა იყო მისთვის ხელჩასაჭიდი და იმის მიხედვით როგორ დააბრუნოს ადეკვატური პასუხი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლებიც ვართ ჩატბოტებისთვის, მაგრამ აი ის სახელი, რაც თამაშებს, ესე ვთქვათ, წავართვით, მაგრამ ნუ არ მგონია, რომ ამით ვინმე რამე დააშავა, იმიტომ რომ ზუსტად გამოხატავს, რასაც ვაკეთებთ. ანუ ნარატივ დიზაინი არის ჩატბოტების შექმნა. არც ერთი სხვა ტერმინი ამას ისე არ უხდება და ისე არ შეეფერება, როგორც ეს კონკრეტული. მოკლედ, ანუ ბევრი რომ ტერმინებზე აღარ ვილაპარაკოთ, მე მგონი სრულიად გასაგები არის ეს ნაწილი. გადავიდეთ უკვე იმაზე, ვის შეუძლია გახდეს ნარატივ დიზაინერი, ხო? აი, წეღან ვახსენე პროგრამირება და მართლაც უმეტესად ყველას პროგრამისტი ვგონი ვარ ხოლმე, ვინც ნაკლებად ერკვევა ამ ყველაფერში და ისევ გავიმეორებ, რომ ნუ პროგრამისტი შემიძლია ვიყო, თუ რა თქმა უნდა, ვისწავლი ამას ცალკე და დავინტერესდები, მაგრამ იმისთვის, რომ ნარატივ დიზაინერი გამხდარიყავი, ნამდვილად ეს არ დამჭირვებია არაფერში, იმიტომ რომ არსებობს ასობით, არ ვიცი, პლატფორმა, რომელიც უკვე გამზადებული არის, რომელზეც უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ფუნქციები, თუ როგორ მუშაობს და ძირითადი ჩვენი საქმე არის ეს, რომ ფუნქციონალურად შევისწავლოთ პლატფორმები. დანარჩენი ყველაფერი არის უკვე იმაზე, რამდენად კარგად წერთ, რამდენად კარგად გვესმის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ აი თუნდაც აქამდე ვილაპარაკეთ ჩვენი ლექციების განმავლობაში და რაზეც მომავალში ვილაპარაკებთ, აი პერსონაჟები როგორ შევქმნათ და დიალოგები როგორ გავხადოთ მაქსიმალურად საინტერესო, როგორ არ გავდეს ჩვენ მიერ შექმნილი ერთი ჩატბოტი მეორეს, როგორ დავხვეწოთ წერის უნარები და ასე შემდეგ. ეს არის ნარატივ დიზაინერის მთავარი საქმე. ანუ ეს უნდა იყოს ნარატივ დიზაინერი, რა იქნება პროფესიით, ვინ იქნება უბრალოდ პროფესიით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ყველას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გახდეს ნარატივ დიზაინერი და თუ კონკრეტულად ანუ რა დაჭირდება უკვე სამომავლოდ ამაზე მუშაობისთვის, ამასაც გავივლით. და ნუ შემდეგი სლაიდი არის
ცოტათი ცუდად ჩანს რაღაცა მაინც და მაინც ხარისხიანი ის ვერ ვნახე ფოტოები. ანუ როგორ წერენ სხვები, ხო? აი ესეც რომ გავიაროთ მაგალითად, ანუ ვიცით აქამდე ვიცოდით ყოველ შემთხვევაში წერის ესეთი ფორმები, როდესაც რაღაცა დავალებას გვაძლევდნენ, მაგალითად თემა გქონდა, ხო, იგივე სკოლაში დასაწერი, წერდით რვეულში ან რაღაცა თაბახის ფურცელზე, ან შეიძლება ჩვენ უკვე მოვესწარით, ესე ვთქვათ, თქვენ მით უმეტეს იმ პერიოდს, როდესაც Word-ში ვუწერდით მასწავლებელს თემებს და ვუგზავნით მეილზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძირითადად ვიცით ან Word-ში მუშაობა, ტექსტზე მუშაობას გულისხმობ, თორემ შეიძლება ბევრი სხვა პროგრამა ვიცოდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტექსტებზე მაქვს ხო საუბარი. ან ფურცელზე ვწერთ, ან Word-ში ვწერთ, ან Google-ის დოკში ვწერთ და ეს იყო ჩვენი მთავარი ხელსაწყო საწერად. ეს არის სხვების ხელსაწყოც, როდესაც წერს, ჟურნალისტი იქნება, ეს კოპირაიტერი იქნება, მწერალი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ვისაც წერა უწევს, ამ ორ თულს იყენებს. ახლა ვნახოთ ჩვენ რასთან მოგვიწევს შეჭიდება. ნუ ეს არის ერთი პატარა ფრაგმენტი. როგორ წერენ ნარატივ დიზაინერები, უბრალოდ ეს რომ ცოტათი თვალსაჩინო იყოს, სანამ მართლა უშუალო პრაქტიკაზე გადავალთ. ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი, როგორც უკვე ვთქვი, Anima Chatbot-X-ის პლატფორმიდან, ანუ ქართულენოვანი პლატფორმიდან, რომელიც უკვე ვიხსენებია თქვენთან და მე კიდევ უფრო ბევრჯერ და ხშირად ვახსენებთ კი არა და მოგიწევთ კიდეც მასზე მუშაობა. და ნუ აქ რა ხდება ახლა, ორიოდე სიტყვით თეორიულად რომ აგიხსნათ, აქ არის სულ ტექსტები, ოღონდ თითოეულ ამ ტექსტს და თითოეულ ამ ფერს ეს არ არის უბრალოდ რაღაც ფერადი ვიზუალურად გასალამაზებელი სტრუქტურა. თითოეულ ფერს რატომ არის ლურჯი, რატომ არის ჩავი, რატომ არის მწვანე და აქ კიდე რაღაც ფერები აკლია, იმიტომ რომ ფრაგმენტი ჩავსვი ხო, ანუ მთლიანი ტვინის ჩასმის საშუალებას არ მომცემდა ერთ სკრინში. ყველაფერს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. ანუ ამას სწავლობს რეალურად ნარატივ დიზაინერი, ესა თუ ის პლატფორმა, როგორი ლოგიკით მუშაობს და როგორი ლოგიკით ამუშავებს ტექსტებს და თითოეულ ამის ფუნქციას, როდესაც სწავლობ, მე იცი უკვე როგორ უნდა იმუშაო პლატფორმაზე და როგორ შექმნა chatbot-ი. ეს იყო Anima-ს მაგალითი და ეს არის ManyChat-ის მაგალითი, რომელსაც ასევე გავივლით კონკრეტულად თამთა მიხედავს ManyChat-ს, იმიტომ რომ თამთა არის ესე ვთქვათ ManyChat-ის დედა ნარატივ დიზაინში ჩვენთან და თამთას ექნება ManyChat-ზე ლექციები. უბრალოდ ანუ ვიზუალურად მინდოდა მეჩვენებინა როგორ განსხვავდება ის თუ როგორ წერენ სხვები ან ჩვენ თვითონ აქამდე როგორ წერდით და როგორ და რაში მოგვიწევს წერა, როდესაც ნარატივ დიზაინერები ვართ. კარგი, და ნუ ამ ცოტა ისეთ დამაბნეველ სკრინებს რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მესმის, როდესაც უბრალოდ ესე გაჩვენებენ რაღაც ფოტოთი და გეუბნებიან რომ ამაში მოგიწევს მერე წერა, შეიძლება ცოტათი ის იყოს ბუნდოვანი, იმიტომ რომ არ იცი იქ თითოეული ის ტერმინი თუ ის ფუნქცია, რომელსაც პლატფორმა გთავაზობს, რას ნიშნავს, მაგრამ მაგას რა თქმა უნდა ყველაფერს ვისწავლით შემდეგ და ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის განსხვავება რომ დაგვენახა, ამიტომ გამოვიტანე. და ნუ რაც ოდნა უნდა გქონდეს ნარატივ დიზაინერს, როდესაც უკვე უშუალოდ პროექტზე მუშაობს. ხო, აი რა დაჭირდება ყველაზე მეტად. ნუ ეს არის პირველ რიგში ის რომ გქონდეს წერის სურვილი, ეს მე მგონი პირველ შეხვედრაზეც აღვნიშნე რომ როდესაც ტექსტებთან ნაკლებად მეგობრობთ, შემდეგ რაღაცნაირად ის კი არა რომ არ გამოგვივა ნარატივ დიზაინერობა, უბრალოდ შეიძლება დაგუღალოს ფიზიკურად ბევრ ტექსტთან მუშაობამ. და ნუ რა თქმა უნდა ნიჭსაც აქვს პატარა რაღაც ისეთი მნიშვნელობა, რამდენადაც გვიყვარს წერა შესაბამისად გამოგვდის ხოლმე კიდეც როგორც წესი და პრინციპში ბარემ აქვე დავსწენ იმასაც რომ ამ ორი დავალების მიხედვით რა დავალებების შემოწმებაც მიწევს შემიძლია თითოეულ თქვენ გაზევ თქვა რომ გამოკვეთილი აქვს ანუ თავისებური წერის მანერა და ეს ძალიან მომწონს ანუ პირველი კომპონენტს შეიძლება ითქვას ჩვენგან ყველა ვაკმაყოფილებთ. ნუ ცოტათი ფსიქოლოგია, ეხა ნუ ეს არ გავიგოთ რა თქმა უნდა, ისე რომ რაღაც ფსიქოლოგები უნდა ვიყოთ აქ
განათლებით რომელიმე, თუმცა აი ჩემი საკუთარი მართლა ესეთი წმინდა პრაქტიკით რომ გაგიზიაროთ გამოცდილება, მე ვარ ასე ვთქვათ დილეტანტი ფსიქოლოგი ვარ მეთქი. ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ მეორეულ საგნად მქონდა არჩეული თავის დროზე. და ნუ ბევრი ისეთი ახლობელი ფსიქოლოგი მყავს, სტატიებს ვკითხულობ ხშირად, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო მოკლედ და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად მეტნაკლებად მართლა დილეტანტის დონეზე ცოტა რაღაცებში შეიძლება ითქვას ვერ ყვევი და ეს რაში მეხმარება რომ მომხმარებელი როგორც წეღანაც აღნიშნე არის მართლაც უამრავი ერთ ჩატბოტთან და შენ შეიძლება იყო ერთი ანუ ერთი ნარატივ დიზაინერი უმკლავდებოდეს ამდენ მომხმარებელს შესაბამისად ანუ ცოტათი იმის ჩართვა თუ ვის როგორ რა დროს რანაირად უნდა გაუწერო პასუხი აი იგივე ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ როდესაც მომხმარებელი და ყოფილა ესეთი შემთხვევა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, chatbot-ს წერს, რომ რაღაც ანუ მინდა რაღაცა სუიციდური აზრები მაწუხებს, ხო? შენ თუ ასე ვთქვათ, ამას მიიღებ რაღაც არასერიოზულად და ამაზე საერთოდ პასუხს არ გაწერ და გაატარებ, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მართლა კი არ წავა ეხლა და შენზე კი არ არის დამოკიდებული და ეს ადამიანი თავს კი არ მოიკლავს, მაგრამ არ არის სწორი ამის თქმა მინდა უბრალოდ ანუ ნარატივ დიზაინერი როდესაც ხარ და ამდენი მომხმარებლის მართლა ძალიან ბევრი ისეთ ხშირად პირადულ რაღაცასაც რომ მკითხულობ მართალია არის ვინ არის ეს ადამიანი ამას ვერ ხედავ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტია რომ ვიღაც ადამიანია რომელიც chatbot-ს იმდენად უჭირს რომ chatbot-ს ელაპარაკება ცოტათი ანუ რაღაცა ემოციური დამოკიდებულებაც უნდა შემოვიტანოთ ამ ყველაფერში და არ უნდა გავატაროთ ხოლმე მსგავსი რაღაცები, თუნდაც ჩვენს chatbot-ს თემატურად საერთოდ არ შეეფერებოდეს, უბრალოდ ამისი თქმა მინდა. ნუ copywriting-ზე ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ძალიან გავს copywriting-ი და ნარატივ დიზაინერობა ერთმანეთს. მე ვსწავლობდი მაგალითად თავის დროზე copywriting-ს და ანუ მიმუშავია კიდევაც უშუალოდ copywriter-ის მიმართულებით, ნარატივ დიზაინერს რო ცოტა ხანი შევეშვათ და თუ კი რამეში მართლა ყველაზე მეტი პარალელი შემეძლია გავავლო და თუ კი ნარატივ დიზაინში ესე ვთქვათ გამოვიდა რომ კარგად გამომივიდა თავის დროზე, როდესაც დავიწყე ეს საქმე, დამეხმარა სწორედ ის რომ copywriter-ობასთან ვიყავი მეგობრულ და კარგ დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ რეალურად ანუ მართლა იმდენი რაღაცის გათვალისწინება გიწევს, რაც copywriter-ს, ხო, იგივე აი გუნდთან ერთად მუშაობა, გუნდურ მუშაობაზეც თამთას ექნება შემდეგ ლექცია და იქ უფრო ჩაშლის ალბათ თვითონ. იგივე დამკვეთთან როგორ უნდა ვიმუშაოთ და ნუ დამკვეთთან მუშაობა ისეთ უცხო და ჯერ კიდევ ახალ თემაზე, როგორიც ნარატივ დიზაინი და chatbot-ის კეთება, არ არის მარტივი და ამასაც გავივლით ყველაფერს, როგორ უნდა მიუდგეს ნარატივ დიზაინერი, როგორ უნდა დაანახოს რაღაცები და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ანუ აქაც გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ chatbot-ის, როდესაც ყავს თავისი დამკვეთი, როგორ უნდა ვესაუბროთ მას, რაზე უნდა ვესაუბროთ, რა კითხვები უნდა დავუსვათ, რომ სწორად წავიყვანოთ ჩვენი მთლიანი ეს პროექტი, ხო, რომელზეც ვმუშაობთ. ძალიან გავს ეს ნარატივ დიზაინის და copywriter-ის მუშაობა ამ ერთმანეთს. ნუ game design-ზე ვთქვი უკვე, ამიტომ აღარ გავმეორდები, უბრალოდ აქ თვალსაჩინოებისთვის და სიას რომ ვაკეთებდი, მაინც შემოვიტანე კიდევ ერთხელ. სცენარების წერასაც ძალიან გავს ნარატივ დიზაინერის პროფესია, იმიტომ რომ როგორც აი კინოსცენარს წერ მაგალითად, იგივენაირად გიწევს აქაც ძალიან ბევრი რაღაცაზე ფიქრი და მათ შორის ისევ და ისევ ბევრჯერ მიწევს გამეორება, მაგრამ რა ვქნა, პერსონაჟის შექმნაზე როდესაც მივდივართ, ფაქტობრივად ჩვენ რა მეთოდებით შევიმუშავეთ თავის დროზე პერსონაჟის შექმნის, არის აი დავათვალიერეთ Pixar-ი როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, Marvel-ის პერსონაჟები როგორ იქმნებოდნენ, ანუ რაღაცეებს ხო იძიებ არა, სანამ რაღაც საქმის წამოწყებას იწყებ და ჩვენც ესე ვსერჩავდით რაღაცეებს, ვიკვლევდით, რაღაცები მოგწონდა, რაღაცები არ მოგწონდა, ასე
დავიწყეთ თავის დროზე ამ ყველაფრის შექმნა და მივხვდით, რომ ძალიან გავს სცენარის დაწერას ზოგადად, იმიტომ რომ აი სცენარში არის ესეთი მიმართულება, ანუ ვინც შეიძლება არ იცოდეს, რომ აუთლაინები იწერება, ანუ არის ესეთი ფილმის ერთი ის არსებობს, რაღაცა მოცემულობა, რა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თემა, ფილმის სინოფსისი ქვია მაგას და მერე იწერება აუთლაინები და აი ფაქტობრივად იგივე აუთლაინებს წერს chatbot-ისთვის narrative designer-იც და იგივენაირად ქმნის მის თითოეულ პერსონაჟს. უბრალოდ, აქ ის განსხვავება შეიძლება იყოს, რომ chatbot-ის რამდენიმე პერსონალობა ვერ ექნება, ხო? ფილმში ბევრი პერსონაჟი უნდა შექმნა. chatbot-ში ერთი ცალი პერსონა უნდა შექმნა, მაგრამ კარგი პერსონა უნდა შექმნა, ისეთი, რომელიც შემდეგ უამრავ სხვადასხვა ტიპაჟის მომხმარებელს მოეწონება. ან შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის საქმეს მაინც გააკეთებს ეს chatbot-ი, როგორც პერსონაჟი. სოციმედიის წვლილი ძალიან ბევრი არის narrative design-ში, იმიტომ რომ ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რომ სოციმედიაში მათ შორის ძალიან ესეთმა კარგმა სოციმედია მენეჯერებმაც არიციან ხოლმე დავუშვათ როგორ შეუქმნან სწორი კონტენტი chatbot-ის გვერდს როდესაც ქმნიან და აი ახლაც მაგალითად მაქვს ერთი ესეთი кейსი როდესაც მოკლედ ანუ უნას იცნობთ უკვე ყველა და მის რედიზაინზე მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და მთელი ის ციფრული მარკეტინგის გუნდი რომელიც კამპანიებს გეგმავს, ანუ page მე არ მეხება, მოკლედ რა, ანუ მე მეხება უნას ნარატივი, მაგრამ არც ერთი გადაწყვეტილება, ესე ვთქვათ და არც ერთი პოსტი არ იწერება ჩემ გარეშე, ასე ვთქვათ. და ეს ჩემზე არ არის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ლაპარაკი ნარატივ დიზაინერი იგულისხმება ჩემ ადგილზე, სხვა იქნებოდა, ვინც უნას ნარატივ დიზაინერი იქნებოდა, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც შენ chatbot-ს ქმნი, ხშირად გიწევს სოციმედიის თანამშრომლებთანაც მუშაობა და გარკვეულწილად მათი როლის შეთავსებაც. ამიტომ ილინკება ეს ორი პროფესიაც ძალიან ერთმანეთთან და ჩვენც მოგვიწევს, რომ ცოტა პატარა რაღაცებში თუ არ ვიცით და ვერ ვერკვევით, იმიტომ გავყავი ეს ლექცია ორ ნაწილად, რომ დღეს უბრალოდ რაღაც ზოგადი მიმოხილვა მქონოდა, მაგრამ აი მაგალითად 4 შაბათისთვის უკვე ძალიან ესეთი ზუსტი პრაქტიკული ამოცანები გვექნება, რაც უშუალოდ copywriting-ის, სოციმედიის და აი narrative design-ის მთელი ასეთი ჯაჭვი არის. და აი რაღაცნაირად უნდა გაგაგებინოთ ეს ყველაფერი თქვენც და მაქსიმალურად სწორად გადმოგცეთ ამ ყველაფრის არსი რა შემდგომარეობს. და ბოლო არის ის და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ საქმეს, რასაც აკეთებს, ანუ უნდა უყურებდეს აუცილებლად ხელოვნებად და ხა ხელოვნებაში იმას კი არ გულისხმობ რაღაცა ეს ხელოვნების ნიმუშებად ვერ მოვიხსენიებთ ხომ ნამდვილად chatbot-ებს, მაგრამ გულისხმობ რას, რომ შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ძალიან და არა სწორხაზოვნად და მარტო იმად, რომ აი რაღაცას გაყიდის. რა თქმა უნდა, chatbot-მა, რომელიც ბიზნესისთვის იქმნება, აუცილებლად უნდა გაყიდოს კარგად პროდუქტი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს იმდენად საინტერესო მოსაუბრე და იმდენად საინტერესოდ უნდა მთავაზობდეს ამ ყველაფერს, ხო? აი მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ ადამიანებთან მიმართებით რომ გავავლოთ ერთი პარალელი, ხშირად გვიწუწუნია ალბათ ეს სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფიც ხო არსებობს, გეცოდინებათ ალბათ თქვენც, რომ როდესაც რაღაცას ყიდულობთ ან სადმე მივდივართ და ცუდი მომსახურება გაგვიწია იქაურმა პერსონალმა, ამას მე ძალიან ღიად ვაფიქსირებთ ხოლმე და ჩვენს უკმაყოფილებას გამოვხატავთ, ხო? შესაბამისად, ანუ აქაც უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ტიპაჟი შევქმნათ, რომელიც არ იქნება პირველ რიგში გამახიზიანებელი მომხმარებლისთვის და თავის საქმესაც შეასრულებს, ანუ თუ დაუშვათ პროდუქტს ყიდის, ამ პროდუქტს წარმატებით გაყიდის და არ დააზარალებს კომპანიას, რომელსაც ის წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს ძალიან დადებითი ტიპაჟი, უნდა იყოს ძალიან
კარგად მოსაუბრე, ყველაზე უნდა იყოს მორგებული და თუ როგორ უნდა იყოს ყველაზე მორგებული, იცით როგორი არის ეს მომენტიც მინდა გამოვყო, რომ ჩვენ კი ამ ყველაფერს ვისწავლით და მე ფინალურ პროექტზე აუცილებლად გვექნება ამ ყველაფერზე ძალიან დეტალური მუშაობა, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაცები, რაც ასე ვთქვათ არის სწავლება და არის უბრალოდ რაღაც ჩვენი პირადი გემოვნებაზეც დამოკიდებული ზოგადად იმაზე თუ როგორ ვუყურებთ ამ კონკრეტულ თემას, ხო? ამიტომ თქვენ როდესაც გექნებათ უკვე ფინალური პროექტებისთვის იდეები არჩეული, რომ აი ამაზე გინდათ თქვენი ჩატბოტი გააკეთოთ და პროექტად გაუტანოთ შემდეგ ის ჟიური თუ ვინც იქნება, ხო, ბოლოს ვინც არის. მინდა უბრალოდ რომ ამას უყურებდეთ, არა უბრალოდ რაღაც მანქანას, რომელმაც კითხვებზე პასუხის გაცემა იცის. არამედ ცოტა უფრო მეტად შემოქმედებითად უდგებოდეთ ჩატბოტის შექმნის პროცესს. მარ ელენემ მოიწერა რომ რატომო ჩემთვის მაგალითად ხელოვნების ნიმუშია ჩატბოტიო, რაც უფრო ღრმად ვეცნობი, მით უფრო წმუნდები ამაშიო და ლიკაც დაგეთანხმა. რა თქმა უნდაო. კი ბატონო, ანუ ჩემთვისაც ესე არის. საერთოდ ჩემთვის ნარატივ დიზაინი ახლა რომ დავიწყო რა არის, შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ საერთოდ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ძალიან დიდი ხელოვნება ნარატივ დიზაინი. უბრალოდ მე ზოგადი წარმოდგენა გავაჟღერე, ასე ვთქვათ, ხვდებით, რომ ანუ ყველასთვის ესე არ არის ნამდვილად. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ხო? თუ ესე ვფიქრობთ, პირიქით ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ჩემთვის ნარატივ დიზაინი არის მართლა ძალიან დიდი საქმე, ასე ვთქვათ. მე მართლა ვთვლი თავს ხელოვან ადამიანად, როცა ამას ვაკეთებ. მაგრამ ყველა ესე არ უყურებს. მით უმეტეს აი დამკვეთებთან ურთიერთობა რომ გექნებათ, ხო აი ისინი იმათ როგორც წესი რიცხვები უტრიალებთ ხოლმე მარტო თვალებში და არ აქვთ ეს რაღაც განცდა რა, რომ აი მათთვის ხელოვნების ნიმუშს გიქმნიო. ახლა შენ იმას რო უთხრა, შეიძლება გითხრას რომ რაღაცა პრობლემა გაქვს. მაგრამ ჩვენ მინდა სწორედ ეს აღვნიშნე და ამიტომ გამოვიტანე ეს და ვილაპარაკე ამდენი რომ ჩვენ თუ ვინც აქ ვართ ამას ესე ვუყურებთ ხელოვნებად, ხო? მათაც ვინც ესე არ თვლის რომ ეს არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც კარგად იყიდება. მათაც შევძლებთ რომ ამაში დავარწმუნოთ, უბრალოდ დავარწმუნოთ. ამისი თქმა მინდოდა, თორემ მაგაში გეთანხმები კი არა, მაგიტომ ვარ საერთოდ აქ, რომ ჩემთვის ნარატივ დიზაინი სწორედაც რომ ხელოვნებაა და ჩატბოტის შექმნაც სხვა არაფერია რა, იმდენად ძალიან დიდი დოზით არის ეს შემოქმედებითობა და იმდენად აი ამდენი ძალიან ცოტა დოზით არის იქ რაღაცა უბრალოდ რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერა, რომელიც ფუნქციურია, ხო? რომ რა თქმა უნდა ხელოვნების ნიმუში არის საბოლოო ჯამში. უბრალოდ, ყველა ამაში არ დაგვეთანხმება. ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა ფიქრობდეთ ასე და ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი მიდგომა, რომ საბოლოოდ ნებისმიერ ადამიანს თუნდაც ამაში არ გვეთანხმებოდეს, ეს შედეგი დავუდოთ, თორემ მთლიანობაში 100%-ით ეგრე არის, ანუ ნამდვილად ხელოვნება არის ნარატივ დიზაინი, მეც რომ ესე ვფიქრობ და მეც რომ ესე ვგრძნობ, სწორედ მაგიტომ დავიწყე საერთოდ ამ თემის ესე წამოყენება და საუბარი. არის ამასთან დაკავშირებით კიდევ რამე გამოხმაურება თუ შემიძლია გავაგრძელო? კი, ერთი წუთი წავიკითხავ, ბარბარემ დაწერა ხუარიან ღირსები, რომ მუდო ჩატბოტი გავუკეთო, ეგეთ დამკვეთსო და ნინიმ დაწერა ან მოხსის ნაირი სამყაროს მართვას ეს თემები არ აინტერესებსო, რომ უთხრასო. ღირსები ბევრი რამის არიან დამკვეთები, ზოგადად არა მარტო ნარატივ დიზაინერებთან, არ ვიცი, აი ამას წინათ ერთ-ერთ ცნობილ სასწავლო ცენტრს ჰქონდა გაზიარებული, რომ გრაფიკული დიზაინერი როგორ იტანჯება, როდესაც დამკვეთთან ურთიერთობს. და იყო იქ რაღაც ესეთი პატარა უცებ რო გავიაროთ, ესე პატარა გადახვევასავით რომ გავაკეთოთ. მოკლედ მიმოწერა იყო, არ
შეიძლება რომელიმე ვნახეთ კიდევაც აქტუალურად აზიარებდა ყველა. მიმოწერა იყო დამკვეთსა და პოტენციურ დამკვეთს უფრო სწორად და გრაფიკულ დიზაინერს შორის შემდეგი ახლა უცებ რო გავიარო რომ მინდა ლოგო კი ბატონო, ანუ რამდენ ხანში და ბიუჯეტი რა გვაქვს, ეკითხება გრაფიკული დიზაინერი და ეუბნება რომ მინდა რაღაცა 2 დღეში და ბიუჯეტი მაქვს 40 ლარი. და ნუ ბოლოს ესეთი ჟარგონი უნდა გამოვიყენო, მაგრამ ხადაობასავით იყო, რომ წაშალა საერთოდ დაბლოკა ეს და პოტენციური დამკვეთი ამ გრაფიკულმა დიზაინერმა, იმიტომ რომ ნუ ალბათ გაგიჟდა, რომ რას მეუბნება. ესეთები არიან ხშირ შემთხვევაში დამკვეთები, ძალიან ბევრი ტიპისას შეხვდებით, რა თქმა უნდა, ყველა არ არის ესეთი დამოკიდებულებით, მაგრამ გვიწევს მათთან სერიოზულად რაღაცა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ნუ ესეც არ არის პრობლემა, გამოვნახავთ. მაგასაც ვისწავლით, თუ როგორ უნდა გამოვნახოთ დამკვეთებთან საერთო ენები. მაგრამ ნუ ხო, არიან ესეთი ტიპები, რომლებიც მხოლოდ რაღაცა კომერციაზე არიან ორიენტირებულები და სამწუხაროდ იმას ვერ ხვდებიან, რომ იმისთვის, რომ შენი პროდუქტი კარგად გაყიდო, მომხმარებელს უნდა მოაწონო რაღაცით, ის რაღაცით გამორჩეული უნდა გახადო და აი ამ გამორჩეულობას სწორედ ეს კრეატივის ძალიან დიდი დოზით ჩართულობა იწევს როგორც წესი. სამწუხაროდ ამის გააზრება, ნუ ისე ვამბობ, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმეტესობა დამკვეთებს ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან უჭირთ ხოლმე. და ნუ რა ეტაპებს გადის ჩატბოტი შექმნისას ამაზე რომ გადავიდეთ ხო უშუალოდ რა დაგჭირდება ანუ ეს არის ახლა ჩათვალეთ ჩვენი გეგმა და სულ რო დაგჭირდება ისეთი რაღაც არის ახლა აქ ჩამოწერილი პირველი არის რომ თემის შერჩევა რა ეტაპი შეიძლება იყოს პირველი არის თემის შერჩევა ჩვენს შემთხვევაში ასეთი ფორმით იქნება თემის შერჩევა რომ გვექნება ფინალური პროექტი და ამ ფინალურ პროექტზე ვის რა თემაზე გვენდობება ჩატბოტის გაკეთება ამის მიხედვით ჩავარჩევთ როდესაც დამკვეთი მოდის შენთან და უკვე ოფიციალურად იცი ვისთვის რასაკეთებ იქ დიდად თემის შერჩევა აღარ გჭირდება მაგრამ გჭირდება ასე ვთქვათ წარმოიდგინოს სრული სურათი როგორი უნდა იყოს ამ ყველაფრის ანუ სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებ აი პლატფორმა არის სადღაც უკვე მესამე თუ მეოთხე ნაბიჯი შეიძლება ითქვას ანუ პირველ რიგში იწყებ მონახაზის კეთებას იმ ყველაფრის რა გაიგე დამკვეთისგან შენ თვითონ როგორი წარმოდგენა შეგიქმნა როგორ დასერჩე ეს ყველაფერი ასე შემდეგ და შემდეგ უკვე იწყებ ამ ყველაფრის მიხედვით უკვე გაქვს რაღაც გარკვეული წარმოდგენა დამკვეთზეც იმაზეც თუ რა უნდა და იწყებ პერსონაჟზე ფიქრს, რომ აი ახლა ამ ბრენდს დავუშვათ, პირობითად ავიღოთ X ბრენდი, ვიღაცა X-ი ნომერი ტიპი მოვიდა ჩვენთან და გვიკვეთავს, მას როგორი პერსონაჟი შეეფერება. ეს არის შემდეგ უკვე მესამე ეტაპი. მერე არის მოდის ლაინების მოფიქრება, აი წეგან რაც თქვი, დაახლოებით სცენარებში როგორც ხდება მეთქი აუთლაინების გაწერა, აქ წერა ამ ლაინებს, მიახლოებით სტრუქტურას, როგორი უნდა იყოს შენი პერსონაჟის დიალოგის ფორმა, მისი წერის მანერა როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ამაზე და შემდეგ არის უკვე პლატფორმაზე გადადიხარ სამუშაოდ, ანუ უკვე ხსნი შეერჩეულ პლატფორმას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მანამდე გაიარე შენს გუნდთან ერთად და ამას რა თქმა უნდა მარტო ნარატივ დიზაინერი არ ფიქრობს და არ აკეთებს, თითოეული ადამიანი, ვინც პროექტზე მუშაობს, ამაში ჩართულია, იწყება უკვე ოფიციალურად ნარატივ დიზაინერის ნაწილი, რომ რჩება უკვე მარტო, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, რაც მანამდე გაიარე როგორც დამკვეთთან, ისე შენს გუნდთან და დაიწყო ამ ყველაფრის პლატფორმაში შეტანა.
შემდეგ შეტანის შემდეგ მოდის უკვე ტესტირება უშუალოდ შენი მხრიდან და თუ რამდენიმე ნარატივ დიზაინერი ხართ გუნდში მთლად უკეთესი, ანუ ერთმანეთს უზიარებთ და იმის მიხედვით იტესტება აუცილებელი პირობა არის თვითონ გატესტო, იმიტომ რომ ხშირად აღმოაჩენ რომ როდესაც წერ რაღაცას არ ითვალისწინებ მთლად ყველაფერს, მაგრამ როდესაც მომხმარებლის თვალით ტესტავ შენსავე ჩატბოტს, მერე უკვე X სხვა რაღაცები იჩენს ხოლმე თავს და რეალურად ანუ ჩვენი წინა დავალების ერთ-ერთი მიზანიც იყო სწორედ ეგ, რომ თქვენ მომხმარებლის თვალითაც გესაუბრათ ჩატბოტებთან და მომხმარებლის თვალით შეგეფასებინათ, როგორიები შეიძლება იყვნენ ისინი, რადგან შემდეგ ეს უშუალო ნაწილი არის ხოლმე თავად ჩატბოტის შექმნისა. ამის მერე უკვე რაც ჩვენ გავტესტავთ თვითონ ნარატივ დიზაინერები, მოდის უკვე ტესტერების მიერ გატესტვა. ტესტერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მივცემთ ჩვენს ჩატბოტზე წვდომას, ეს შეიძლება იყოს გუნდის არანარატივ დიზაინერი წევრი, ეს შეიძლება იყოს დამკვეთის მიერ გამოყოფილი, მაგალითად 5-კაციანი ჯგუფი, ან უფრო მეტი 10-კაციანი ჯგუფი სიტყვაზე და იყვნენ ეს ადამიანები ჩართულები ტესტირების პროცესში, რადგან ეს ეხმარება ნარატივ დიზაინერს, რომ უფრო მეტ ვარიაციაზე იფიქროს დიალოგის და უფრო კარგი და დახვეწილი ჩატბოტის შექმნას. ამის მერე უკვე მოდის ჩაშვება, ბეტა ვერსიად ჩაშვება, რას ნიშნავს ახლა ეს ბეტა ვერსიად ჩაშვება, ეს ტერმინებიც თვითონ ჩატბოტებზე მუშაობისას რა ტერმინებიც გამოიყენება და შეგხვდებათ, ესენიც მინდა უკვე რომ ბოლომდე შევეთამაშოთ და გავითავისოთ. ბეტა ვერსიად ჩაშვება ნიშნავს, რომ ჯერ არ ვამბობთ, რომ ჩატბოტი სრულყოფილია, ანუ ჩვენ თვითონ ვიცით, რომ ჩატბოტი სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან მხოლოდ რაღაც ვიწრო წრეში არის გატესტილი, მაგრამ გაგვყავს უკვე საველე პირობებში, სადაც ბევრი ადამიანი დაელაპარაკება, ჩვენთვის სრულად უცხო ადამიანები დაელაპარაკებიან და ისეთი მომხმარებელი ეყოლება, როგორი მომხმარებელიც დაუშვათ იმ კონკრეტულ X ბრენდს ყავს, ვისთვისაც ამ ჩატბოტს ვაკეთებთ, ხო? და მათ მიერ დასმული კითხვები, ან კითხვა შეიძლება არ იყოს უბრალოდ რაღაც მესიჯი ტექსტი, რასაც მოიწერება მომხმარებელი თითოეული სიტყვა, ჩვენთვის იქნება ასე ვთქვათ, მიმართულება, თუ როგორ წავიყვანოთ საბოლოოდ ეს ჩვენი ბეტა ვერსია სრულყოფილი, დასრულებული ვერსიისკენ, როდესაც ვიტყვით, რომ პროექტი ჩაბარებულია. როგორც წესი, ანუ ეს რაღაცა ტექნიკური დეტალიც რომ გავიაროთ და ცოტაში დასამზარებლოდან შეგახედოთ, ხო? ხდება ესეთი რაღაცა, რომ რამდენ თვეზეც არის გაწერილი პროექტი, პირობითად რომ ავიღოთ 5 თვე, ხო? აი მაგალითად ჩვენ დავსხედით და ვიფიქრეთ, რომ 5 თვეში აბსოლუტურად ყველაფერს ბეტა ვერსიისთვის გავაკეთებთ. პროგრამისტები თავის მხრივ ფუნქციონალზე იმუშავებენ, ნარატივი თავის საქმეს გააკეთებს და ასე შემდეგ, ხო? და გაიტესტება და 5 თვე პირობითად ვამბობ მზად არის. 5-დან ყოველთვის პლუს 1 თვე უნდა გაითვალისწინოთ საველე პირობებში ჩაშვების მერე. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის 6 თვიანი პროექტი. ანუ ეს ეხა ეს რიცხვი სიტყვაზე ვთქვი, მაგრამ რამდენ თვიან პროექტსაც აკეთებთ, ესე ვთქვათ, ყოველთვის დამკვეთსაც უნდა გააგებინოთ ეს თავიდანვე და თქვენც იცოდეთ, რომ პლუს 1 თვე არის აუცილებლად გასათვალისწინებელი და ესეც შეიძლება მე კიდე გაგრძელდეს, არ ვიცი, ეს უკვე იმაზე დამოკიდებული დამკვეთს რა პირობები აქვს, ხო? მაგრამ თქვენი პირობა ესეთი უნდა იყოს, რომ შენ თუ გინდა პროექტი 2 თვეში, მე გაგიკეთებ 1 თვეში ბეტა ვერსიას და მეორე თვე იქნება ამისი საველე პირობებში ჩაშვება. ან პირიქით, ანუ 3 თვიანი პროექტი თუ გინდა, უნდა იცოდე, რომ 2 თვეში ვიმუშავებ ბეტა ვერსიას და მესამე თვეს გამოვიყენებ საველე პირობებში ჩასაშვებად. ანუ პლუს 1 თვე ამისთვის, მოკლედ ამის თქმა მინდა, აუცილებლად ყოველთვის უნდა დაიტოვოთ ხოლმე. რადგან ამის გარეშე ბეტა ვერსიად დარჩება და გამოვა, რომ საბოლოოდ დასრულებული პროექტი ვერ მიეცით დამკვეთს. და ნუ შემდეგი ბოლო 2 კომპონენტს აუცილებლად გავაერთიანებ, არის ჩათვლოგების კითხვა და რედაქტირება.
და რას ნიშნავს ახლა ეს ორი ხო chat-log-ი არის ყველა შემოსული საუბარი რომელიც შედგა chat-bot-სა და მის მომხმარებელს შორის chat-log-ებს ვეძახით ამას კითხულობს აბსოლუტურად ყველაფერს ნარატივ დიზაინერი მიუხედავად იმისა რომ ხშირად ძალიან ბევრია ყველა უნდა წაიკითხო აუცილებლად და რა თქმა უნდა გაფილტრო ანუ ადრე იყო მაგალითად აი მე თვითონ როდესაც ვიყავი დამწყები რაღაცნაირად ვიყავი, აი მეგონა რომ ყველაფერი უნდა მესწავლებინა chat-bot-ისთვის, ვინც კი რამეს მოწერდა. არ ვიცი, აი რაღაცა აფრიკის რომელიღაც კონტინენტზე სიტყვაზე რა ხდება დღეს, აი ეს რომ მოეწერა მომხმარებელს, რატომღაც მეგონა რომ სიტყვაზე ილიაონის chat-bot-ს ეს უნდა სცოდნოდა და ამასაც კი ვასწავლიდი, მაგრამ ნუ მე უკვე გამოცდილება რომ დამიგროვდა და თვითონ ანუ ილიაონისთან შეთანხმებითაც რომ გავიარეთ ეს საკითხი და ასე შემდეგ, მივხვდით რომ ეს არის სრული აბსურდი, ვერ ასწავლი chat-bot-ს ყველაფერს, რაც მომხმარებელმა მოგწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არ უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ თუ არ წაიკითხავ, გაფილტრვასაც ვერ შეძლებ, ხო? ანუ შეიძლება გამოგეპაროს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესწავლებინა და არასწავლე. ამიტომ კითხვით ისევ ვიმეორებ ყველაფერს ვკითხულობთ, მაგრამ რედაქტირების ნაწილში ყველაფერი არ გადაგვყავს. გადაგვყავს მხოლოდ ის, რასაც დავუკავშირებთ თემატურად ჩვენს chat-bot-ს. ან შეიძლება მსხვილ ფუნქციონალს არ პასუხობდეს რაღაც ისეთი იყოს, მაგრამ მომხმარებელმა მოგაწოდოთ იმდენად საინტერესო თემა, რომ თქვათ why not? ანუ თქვენს დამკვეთთან ერთად და მასაც უთხრათ, რომ აი ძალიან მაგარი იქნება თუ ამაზეც შეძლებს ლაპარაკს და მოდი ესეც ვასწავლოთ და კი ბატონო, ანუ დამკვეთით თუ ამაზე დაგთანხმდებათ, თქვენს შეიყვანთ. ანუ რედაქტირების პროცესი არის ფაქტობრივად უსასრულო. მაგალითად, აი, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ როდის სრულდება ამ chat-bot-ზე მუშაობა, ხო? ცოტა მეღიმება ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ანუ chat-bot-ზე მუშაობა შეიძლება არასდროს არც კი დაასრულო. რა თქმა უნდა, რაღაცა სახემდე მიიყვან, მაგრამ გააჩნია რამდენად გინდა იმისი განვითარება. თუ გინდა რომ მუდმივად ვითარდებოდეს, შეიძლება სულ იმუშაო იმ პროექტზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ მართლა რაღაც სრულყოფილებამდე არ მიიყვან, მაგრამ თუ გინდა რომ რაღაც კონკრეტულ ამოცანებს პასუხობდეს კარგად, ამისთვის რაღაცა კონკრეტულ ეტაპს იღებ და იმ კონკრეტულ ეტაპში რაშიც ჩაეტევი, ასე ვთქვათ, და დროში იმის შესაძერისად ნორმალურ chat-bot-ს აწყობ. ეს რაც შეეხებოდა რედაქტირების ნაწილს, ასე ვთქვათ. ამაზე არის რამე კითხვები ამ ეტაპებზე? ჩატში არ არის მოსული და ისე თუ გაქვთ ვინმეს კითხვა, შეგიძლიათ პირდაპირ ჩართოთ მიკროფონი და მარიამ, ვიცი რა, წინა იმაზე სლაიდებზე მაქვს კითხვა. წერან ახსენ ესეთი რაღაც, რომ ანუ აუცილებელი გამოდის რაღაც მომენტში რაღაც სოციმედიის ფლობაც ვიცოდეთ, ხო? და რამდენად აი მაგალითად საჭირო არის, რომ აუდიტორია განსხვავოთ მაგალითად ასაკი რაღაცები, ანუ ეგეთ გვიწევს, ხო? იმიტომ რომ იცი კიდე რამდენად დამაინტერესა, ანუ თვითონ chat-bot-ს გაკეთების დროსაც მოგვიწევს აუდიტორიის განსაზღვრა თუ არა? კი. გიწევს აუდიტორიის განსაზღვრა აუცილებლად. მადლობა, კარგი კითხვა არის ნამდვილად. და არის კიდევაც გვექნება მაგაზე საუბარი ზუსტად აუდიტორიის შესახებაც, იმიტომ რომ ნუ როგორი რაღაცაა, ხო, როდესაც სიტყვაზე Facebook-ზე აკეთებ, ხო, ამ ყველაფერს, აი page-ს რო ქმნის სოციმედია მენეჯერი და აუდიტორიას აზრავს და ასე შემდეგ, იქაც როგორ რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ანუ დაახლოებით იმ ბრენდის სეგმენტი ვინც არის, ამას ვითვალისწინებთ. ანალოგიურად ხდება chat-bot-ის შემთხვევაშიც, როდესაც უკვე აქტიური სოციმედია გვერდი აქვს ამა თუ იმ ბრენდს და მისთვის მერე chat-bot-ს ვაკეთებთ, გაცილებით მარტივი არის, რადგანაც მას უკვე ყავს თავისი სეგმენტი და თვითონვე გეუბნება. აი თუნდაც არ გითხრას, მაგრამ მის page-ზე რომ შედიხარ, ხვდები რა ტიპის მომხმარებელი ჰყავს და ეს გაძლევს მიმართულებას, რომ შენ ამაზე დამატებით ტვინი არ იჭყრიტო, მაგრამ თუ თქვათ შეიძლება მოგიწიოს ისეთ დამკვეთთან მუშაობა და ისეთ
chatbot-ზე, რომელსაც არ აქვს ეს ყველაფერი თვითონ სოციმედიურადაც ბოლომდე გამართული არ არის და არ იცის ვინ არის მისი აუდიტორია ბოლომდე ან ასე შემდეგ. გარკვეულწილად ამისი განსაზღვრაც მერე ნარატივ დიზაინერს უწევს, რა თქმა უნდა. მაგალითად, ეხა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიტყვაზე სკოლის მასწავლებელი chatbot-ი უნდა გავაკეთოთ, ხო? ეს chatbot-ი, ანუ აი რა დონეზე ვითვალისწინებთ ნარატივ დიზაინერები აუდიტორიას, ეს რომ ავხსნათ. სკოლის მასწავლებელი chatbot-ი არ უნდა საუბრობდეს იგივე ენით და იგივე ტერმინოლოგიით და იგივე რაღაც სასაუბრო მანერა არ უნდა ჰქონდეს, როგორიც ფეხსაცმლის მაღაზიის გამყიდველ chatbot-ს, ხო? ანუ განსხვავდება ერთმანეთისგან პერსონაჟით, სხვანაირად უნდა შეურჩიო, ანუ სკოლის მოსწავლისთვის რაღაცა სხვა ტერმინოლოგია არის უფრო შესაფერისი, იმისთვის სხვა არის შესაფერისი. ტექსტუალურად გვიწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება აუცილებლად, როდესაც აუდიტორიაზე ვფიქრობთ, ვისთვის ვაკეთებთ ამას, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი არის, ვინ იქნება ჩვენ chatbot-თან მოსაუბრე იქნება ასაკი აუცილებლად განსასაზღვრი არის, ვის ველაპარაკებით, თუ მაგალითად ვიცით რომ ბავშვი შეიძლება იყოს ჩვენი მომხმარებელი, chatbot-ი შეიძლება არ საუბრობდეს იგივე რაღაცა ესეთ სექსუალური ტიპის კონტენტს არ უგდებდეს, ხო? ანუ ისედაც არ აგდებს ახლა chatbot-ი ესეთ რაღაცებს, მაგრამ ნუ აი სიტყვაზე ვამბობ, ხო? აი უფრო შეიძლება აი რაღაცა მუსიკის chatbot-ს თუ აკეთებ დაუშვათ, იქ არ ჩასვა ისეთი კლიპები, სადაც ნუ მსგავსი ტიპის კადრები, სიტყვაზე ვამბობ, ახლა ესე უცებ მომივიდა თავში აზროთ, მაგრამ მსგავსი მაგალითი არის, არ ჩასვა ისეთი ვიდეო რგოლი, რომელიც რაღაცა ბავშვისთვის სანახავად არ არის შესაფერისი, ხო? ანუ ამ მხრივ ითვალისწინებ აუდიტორიას აუცილებლად. როდესაც chatbot-ს აკეთებ. კი, მადლობა ძალიან დიდი მივხვდი. არაფრის. და ნუ ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ჩვენს ძვირფას დამკვეთებს. რომლებზეც რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე თვითონ საკუთარ თავზე, რომ ცოტა ესეთი უარყოფითი მხრივ განახებთ ამ დამკვეთებს, რაც არ მინდა რომ თლად ესე გამომივიდეს. ამიტომ მოდი ცოტა განვაზოგადებ ახლა ამ ყველაფერს. ცალკე სკილი გჭირდება ამისთვის და ამას გახსნის. ცალკე სკილი გჭირდება თქო რომ დამკვეთებსა საერთოდ უნდა გამონახო. რით უნდა დავიწყოთ, როდესაც დამკვეთთან გვიწევს, აი დავიწყეთ chatbot-ზე მუშაობა და გავიგეთ რომ ვიღაცა საინტერესებს ჩვენთან თანამშრომლობა, ხომ? ну, რა თქმა უნდა, ну ეს ახლა რაღაც ძალიან მარტივად, მაგრამ ვთქვათ, რომ უნდა გავიცნოთ დამკვეთი და ამ გაცნობაში, როგორც აქ არის, მარტო ხელის ჩამორთმევა კი არ იგულისხმება, ანუ გულისხმობ იმას, რომ დამკვეთის შესახებ უნდა მოვიძიოთ მაქსიმალურად ინფორმაცია. მე მქონია მაგალითად შემთხვევა, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, ანუ მირეკავს და მეუბნება, რომ აი გვინდა chatbot-ი, რაღაცა გავიგეთ, რომ თქვენ აკეთებთ, bla bla bla, მაგრამ მეუბნება, რომ აი ესე და ეს ორგანიზაცია ვარ და საერთოდ არ გამიგია ცხოვრებაში ვინ არიან და ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნა, ხო? ხო არ ვეტყვი, რომ არ ვიცი ვინ ხარ მეთქი. რაღაცა, ну, ისეთ პასუხს გავცემ, რომ რაღაცა დეტალებზე შევჯერდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გავუგზავნი ჩვენს საკონტაქტოებს, ის გამომიგზავნის თავისას, ასე შემდეგ და ვიწყებ მის კვლევას. ანუ ვიწყებ მის გაცნობას. და რა ხდება? ანუ თუ შევთანხმდით იქამდე რომ იმაზე რომ მივედით შეხვედრამდე დამკვეთთან და ეს აუცილებელი არის, ანუ შეხვედრის გარეშე არანაირად არ შედგება თანამშრომლობა, ხო? პირველ რიგში ანუ აუცილებელია რომ მოусმინოთ რა უნდა თუ იცის რა თქმა უნდა რა უნდა და ჩავინიშნოთ ყველაფერი რასაც კი ლაპარაკობს, იმიტომ რომ დამკვეთი ზოგადად გიყვება რაღაც როგორც წესი თავის თავზე, გეუბნება რომ აი ესე და ეს ვართ, ესეთი და ესეთი ისტორია გვაქვს, ამასა და ამას ვყიდით ახლა და ძირითადი პრობლემა ყველას ის აქვს, რომ კომუნიკაცია უნდა გაიადვილოს თავის მომხმარებელთან. ну, chatbot-ების მაგალითზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, როცა chatbot-ის გაკეთების სურვილით მოდის, როგორც წესი ამ მიზეზებს ასახელებს ხოლმე. და ну, კარგი იქნება თუ ჩავინიშნავთ ყველაფერს, რაც საჭიროდ მოგვეჩვენება ამ შეხვედრაზე.
შემდეგ ჩვენი მხრივ რა შეგვიძლია იგივე შეხვედრაზე გავაკეთოთ, ხო? მაგალითად, გავაცნოთ ჩვენი თავი, ვინ ვართ, რა გაგვიკეთებია აქამდე, რა პროექტებზე გვიმუშავია, ჩვენი პორტფოლიო ვაჩვენოთ, ესე ვთქვათ, ხო? ეს შეიძლება გქონდეს მართლაც პორტფოლიოს ფორმატით გაკეთებული, ან შეიძლება იქვე მოვუყვეთ, ხო? ანუ ესე ვერბალურად გადავცეთ, რომ აი ეს გაგვიკეთებია და ეს გაგვიკეთებია, ანუ ვაჩვენოთ რომ რეალურად ვიცით ეს საქმე და ამის გამკეთებლები ვართ, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება უკვე გქონდა და ცოდნა გვაქვს. გავაცნოთ ჩვენი თავის შემდეგ ასევე chatbot-ის შესაძლებლობები, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ იცოდეს რომ chatbot-ი არის რაღაც პროგრამა, მაგრამ კონკრეტულად არ იცოდეს ის რას აკეთებს და ყველა შესაძლო ფუნქცია, რაც კი შეიძლება რომ chatbot-ს გქონდეს, ამ ყველაფერზე ვესაუბროთ, კარგად დავანახოთ, თუ გვაქვს უკვე საშუალება და მანამდე რამე chatbot-ი აგვიწყვია და ყველას გვექნება ალბათ ერთი მაინც საჩვენებელი ესეთი, უნდა ვაჩვენოთ მისი ფუნქციები ადგილზევე და ამით ვაჩვენოთ, რომ აი ესეთი და ესეთი შესაძლებლობები აქვს. ასევე აუცილებელია რომ იქვე ვაჩვენოთ რომ გავიგეთ მათი პრობლემა რაში მდგომარეობს და დავანახოთ რომ ჩვენ გარკვეულ წილად ანუ დრო კი გვჭირდება რომ მე რაღაცა გუნდი ცალკე დავსხდეთ და ვიბრეინშტორმინგოთ ხო ასე ვთქვათ მაგრამ უკვე ფაქტობრივად დავინახეთ მათ როგორი chatbot-ი მოუხდებოდათ დაახლოებით აი ესეთი ბოლომდე არა მაგრამ მინიშნება ამაზე შეხვედრაზევე უნდა მივცეთ აუცილებლად და ეს ისე კი არა რომ ახლა რაღაც სიამდვილეში ვერ გავიგოთ და მოვატყუოთ ანუ როდესაც გამოცდილები ვართ ამ თემაში როგორც წესი მართლაც ესე არის ანუ როდესაც უსმენ უკვე დაახლოებით ხვდები მას როგორი chatbot-ი მოუხდება ასევე რასაც უნდა ვეცადოთ რომ თავი ავარიდოთ, როდესაც მათთან ვიწყებთ, ხო, აი პირველი ნაბიჯის გადადგმას არის რომ არ დავძაბოთ და გული არ გავუხეთქოთ რაღაც ტექნიკური ძალიან ხშირად არის ხოლმე რა, მაგალითად ხა ერთი პროგრამისტი ყავს გუნდში, თამთა მიხვდება ვისაც ვამბობ ძალიან უყვარს ტერმინები ლაპარაკი, ანუ ძალიან ბევრ ტექნიკურ ტერმინს ამბობს და ნუ ბოლოს ჩვენი დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, ვინც არის, ერთხელ მითხრა რომ აღარ წაიყვანო შეხვედრაზე, იმიტომ რომ აგიჟებსო და მკვეთებსო ამ თავისი ტექნიკური ტერმინოლოგია. ძალიან აშინებსო რა, აი ძალიან სულ რაღაცა ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა სიტყვებს, რომ ნუ უყურებდნენ გაშტერებულები, აი ძალიან პროგრამული რომ არის და ჩვენ გარდა რომ არავინ არ იცის რა და ნუ რობერტს მოსთხოვ რომ ეგ იცოდეს, არავის არ ევალება მაგის ცოდნა. შესაბამისად, მარიამ, დასანამ გააგრძელებ, ისეთი შემთხვევა გქონიათ პრაქტიკაში, როდესაც დამკვეთს არ აქვს არანაირი იდეა და მთლიანად თქვენზეა მონდობილიო ელენე კითხულობს. კი ბატონო, ელენე, მან მივდივარ ზუსტად. შემდეგ სლაიდებზე მან გადავდივარ და რეალურად ჩვენი საბოლოო დავალებაც მაგაზე იქნება. და ნუ მოკლედ ანუ ტერმინებზე უკვე ვთქვი რომ არ შევაშინოთ ტერმინებით, მაქსიმალურად ძალიან რბილად ვესაუბროთ და მათთვის გასაგები ენა გამოვნახოთ ხოლმე და ხაზი გავუსვათ აუცილებლად მთავარ პრობლემას, ანუ არ არსებობს ახლა ისეთი დამკვეთი, რაც არ უნდა, მართლა ისე კი არ დავხატოთ ისინი რომ რაღაც არაფერს აზრზე არ არიან, რა თქმა უნდა არიან, თვითონ თავიანთი საქმე იციან და ძირითადად ამაზე არიან კონცენტრირებულები ხოლმე რომ ზუსტად და სწორად გითხრან რა პრობლემა აქვთ და როდესაც დავინახავთ ამ პრობლემას რაც აქვთ კარგი იქნება თუ იქვე შეხვედრაზევე ხაზს გავუსვამთ რომ აი ჩვენ დავიჭირეთ ეს მათი მთავარი პრობლემა და აი სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც chatbot-ის დახმარებით ამ პრობლემაზე ვიმუშავებთ და რაღაცა კარგ solutions მოვუფიქრებთ. ამ ყველაფერს თუ პირველ გაცნობის დროს დამკვეთ დავანახებთ, როგორც წესი და რიგი პროექტი მერე აუცილებლად შედგება ხოლმე. ეს რაც შეეხება პირველ ნაბიჯს. და ზუსტად ელენეს კითხვასთან მივდივარ. ბრიფი, ანუ რა ჩვენ ყველასთვის კარგად ნაცნობი, მაგრამ თუ არის ვინმე ვინც შეიძლება ზუსტად არ იცოდეს ბრიფი რა არის, ხო? ანუ ბრიფი არის ერთგვარი
მოცემულობა, ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც შემდეგ გარკვეული პროექტი კეთდება. ანუ ბრიფი აქვს ნარატივ დიზაინერსაც, ბრიფი აქვს კოპირაითერსაც, ბრიფი აქვს გრაფიკულ დიზაინერსაც, როდესაც რაღაც კამპანიისთვის პოსტერი უნდა მოიფიქროს. ანუ ერთი სიტყვით, ვინც აი ამ ცოტა ციფრულ მარკეტინგთან უწევს თანამშრომლობა, ყველანი ამოვდივართ როგორც წესი ბრიფიდან. ეს არის ჩვენი ერთგვარი გზამკვლევი და ინსტრუქცია თუ როგორ ვიმუშაოთ პროექტზე, რა მიმართულებები ავიღოთ. დამკვეთს რაც შეეხება, ანუ როგორც წესი, კარგ და იდეალურ სამყაროებში დამკვეთს ყოველთვის თვითონ აქვს ბრიფი, გაკეთებული, გამზადებული და გაძლევს ამ ბრიფს და გეუბნება, რომ აი მინდა ეს და ეს არის მართლაც იდეალური, აი ეს არის საუკეთესო ვარიანტი, როგორც ნარატივ დიზაინერისთვის, ისე ყველა იმ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ანუ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ხშირად არ ხდება ეს იდეალური სამყარო და ბედნიერება, რომ დამკვეთი მოდიოდეს პირდაპირ ბრიფით. ამაზეც გვქონდა ესეთი გამოცდილება, რომ ჩვენც არ გვქონდა ბრიფი თავიდან, ანუ ვერ ხვდებოდით ჩვენ რატომ უნდა გაგვეკეთებინა ბრიფი, როდესაც იმას ეკუთვნის, რომ ამით მოვიდეს და იყო ცოტა მისკომუნიკაცია ამის გამო და ნუ მე 1000 კითხვა პასუხი იცვლებოდა ჩვენსა და დამკვეთს შორის და ნუ საბოლოოდ მივედით დასკვნამდე და აი ძალიან კარგი აღმოჩენა არის ეს, რომ გამზადე ბრიფი შენ თვითონ, როცა იცი რომ ასეთ რეალობაში ცხოვრობ და როდესაც დამკვეთი შენთან მოდის და მასთან გაქვს დამატებითი კითხვები, გაუგზავნო უბრალოდ ეს ბრიფი, შეგიფსებს ამ ბრიფს, მისთვისაც მარტივია უკვე გამზადებულს ახვედრებ, აქეთ მის გასაკეთებელს აკეთებ ფაქტობრივად, უბრალოდ შეგივსებს, იქ გაქვს რაღაც კითხვები ჩამოწერილი და ამ კითხვებზე იმედია რომ ამომწურავ პასუხებს გასცემს და შემდეგ უკვე ანუ გიბრუნებს ამ ბრიფს და შენ უკვე იცი, გააქვს მიმართულება რა მხრივ გააგრძელო მუშაობა. ანუ ხშირია მართლაც შემთხვევა, როდესაც არანაირი იდეა არ აქვს დამკვეთს, არ იცის საერთოდ რა უნდა. ჩატბოტზეც აი როგორი წარმოდგენა აქვს, იცი, აი ერთხელ სადღაც ვიღაცასთან დაინახა რომ მსგავსი რაღაცა გააკეთეს და უნდა რომ მასაც ჰქონდეს და ძალიან უნდა ამის გაკეთება, მაგრამ თან არ იცის ზუსტად რაში გამოიყენებს და რამდენად ღირს რომ ეს გააკეთოს და ზუსტად ამით რომ ბრიფს გაუგზავნი, დაანახებ ამ ყველაფრის საჭიროებას, სერიოზულობას და ასე შემდეგ, უფრო მეტად მოყავს აზრზე, ასე ვთქვათ, დამკვეთით და თან უნდა დაანახო, რომ რაც წერა თქვი, სწორად გესმის, მას რა პრობლემა აქვს და შენ თვითონ შესთავაზო რამდენიმე იდეა, კარგი იქნება თუ ერთზე მეტს შესთავაზებ, მინიმუმ 3 იდეას მაინც შესთავაზებ, რომ აი ან ესეთი, ან ისეთი და მე აქედან ამოარჩევს ერთს. ანუ ძირითადად დამკვეთის პრობლემა რაც არის, ანუ უნდა რომ ლანგრით დაუდოს შემსრულებელმა კომპანიამ ყველაფერი და მიუტანოს და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ეს რამდენად სწორია, ფაქტია რომ ასეთი არის დღევანდელი თანამშრომლობა დამკვეთებთან და გვინდა არ გვინდა ჩვენს თიმებს გვიწევს ამ მიმართულებით ჩვენი რაღაც დამატებითი სკილების გამომუშავება და ამ ყველაფერზე წინასწარ ფიქრი. ეს რაც შეეხებოდა ბრიფს და რა უნდა ეწეროს ბრიფში, ხო? ანუ ჩვენც ახლა არ ვართ ასე ვთქვათ რაღაცა ძალიან ყველა შეიძლება აქ არ ვიყოთ ციფრულ მარკეტინგში და სოციმედიაში იგივე ბოლომდე გათვითცნობიერებულები, ყველა რაღაც სხვადასხვა ფაკულტეტებიდან ვართ და ასე შემდეგ და ყველამ შეიძლება არ ვიცოდეთ ხო ბრიფში რა წერია. ამიტომ ესეც რომ კარგად გავიაროთ, ანუ ბრიფში აუცილებელია, რა თქმა უნდა, იყოს ინფორმაცია თვითონ დამკვეთზე, ვინ არის დამკვეთი და აუცილებლად ანუ უნდა იყოს მისი სოციალური ქსელების ყველა მისამართი, სადაც კი არის ეს დამკვეთი, სადაც არსებობს, ხო, ეს იქნება Facebook-ი, Instagram-ი თუ რაც იქნება, ანუ ნებისმიერი ჩენელი რაც გააჩნია, უნდა ჩაგიგდოს ბრიფში აუცილებლად, უბრალოდ როგორც თქვი, თუ ჩვენ ვუკეთებთ ბრიფს, უნდა მოვთხოვოთ რომ ჩაგვიგდოს, ვებგვერდი იქნება თუ რა იქნება, ანუ საკომუნიკაციო
ციფრულად რა საშუალებებსაც იყენებს, ეს რაღაცები ყველაფერი ბრიფში უნდა მოვთხოვოთ. ასევე შეიძლება ჩაუწეროთ ბრიფში რომ დაგვიწეროს პრობლემის შესახებ, რომელი პრობლემა აქვს თავის მომხმარებელთან კომუნიკაციაში და პრობლემა შეიძლება იყოს რა, რომ დროულად ვერ უბრუნებს მაგალითად მომხმარებელს პასუხს, იმიტომ რომ ერთი ადმინი ჰყავს და ათასობით მომხმარებელი. შეიძლება იყოს რომ ღამითაც მინდა რომ ყავდეს ვიღაცა, მაგრამ ამით დამატებით უნდა გადაუხადო მაშინ ადმინისტრატორს ხელფასი და ესეც არ მაწყობს. ამიტომ ვაკეთებ chatbot-ს, რომელიც 24 საათი ხაზზე მეყოლება, ხო? ანუ ბევრი რაღაც პრობლემაზე შეიძლება მოგაწოდოთ ინფორმაცია, შეიძლება გითხრათ, რომ ცნობადობის გაზრდა მინდა და ვერ მოვიფიქრე ვერაფერი ბუსთავ ამ ჩემს პოსტებს, ფულს ვიხდი გვერდის გარეკლამებაში, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცა დიდ აუდიტორიაზე ვერ გავედი და მგონია რომ chatbot-ი თავის მხრივ რეკლამასაც გამიკეთებს და უფრო მეტ აუდიტორიაზე გავა, იმიტომ რომ chatbot-ი როგორი რაღაცა არის, ხო, ანუ მარტივად გავრცელებადი არის ხოლმე, რაღაცა ერთ მომხმარებელთან თუ მოხვდა, რაღაც ესეთია რა, ვიღაცა ციფრული პერსონა არის, რომელიც მოსწონს როგორც წესი ადამიანებს, თუნდაც ჩვენს როგორც მოგვეწონა, როცა ველაპარაკებოდით, ხო? და რაღაცა იქ იმას გაუზიარებ, წეღანად თუნდაც მარია იყო ხოლმე მგონი, რომელიც მიყვებოდა, რომ მეგობრები უკვე გაეცნენ და დაუმეგობრდნენ chatbot-ებს, ხო? მარტივად გავრცელებადი ტიპი არის, ერთი მეორეს უზიარებს, მეორე მესამეს ასე შემდეგ და ამით აძლევს კომპანიას შანსს, რომ მოუზიდოს ახალ-ახალი მომხმარებლებიც. ეს რაც შეეხებოდა პრობლემას, ეს აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ, რომ ბრიფში ჩაგვიწეროს. ასევე აუცილებელი არის ბრიფში ეწეროს დამკვეთი, აქამდე რა ტიპის კომუნიკაციას იყენებდა. მაგალითად, რა იგულისხმება ამაში? გარდა იმისა, რომ სოციქსელები ქონდა და ამ სოციქსელებშიც უნდა აღვიწეროს 1-2 სიტყვით, როგორი ტიპის ქონდა ეს კომუნიკაცია, ასევე შეიძლება ცხელი ხაზი ქონდა, ხო, ანუ კოლ-ცენტრის მეშვეობითაც ქონდა, ანუ ყველაფერი, რაც კომუნიკაციაში გადის ერთი სიტყვით, რომ ვთქვა, ყველაფერი ეს უნდა ჩამოგვითვალოს და აღვიწეროს ამ ბრიფის ამ პუნქტში, რომელიც კომუნიკაციებს ეხება. რას იყენებდა აქამდე, რომ ეს მერე ჩვენ დაგვეხმაროს chatbot-ის მასზე მორგებაში. ასევე დამკვეთს უნდა მოვთხოვოთ აუცილებლად რომ გვითხრას, როგორი ტიპის კონკურენცია არის ზოგადად ამ ბიზნესში, რომელსაც ის წარმოადგენს, ხო, ასე ვთქვათ, ბაზრის კვლევას ეძახიან ხოლმე ამას და ძალიან ხშირად, თვითონ რატომ რაც გონიათ, რომ შენ უნდა იცოდე ეს ყველაფერი, მას მიყავს კონკურენტები და არ არის ეს სწორი. ყველაფერს მართლა ნარატივ დიზაინერი ვერ შეითავსებს და არც უნდა შეითავსოს. თვითონ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი კონკურენტი და კარგი იქნება ეს ყველაფერი დაგვიწეროს, იმიტომ რომ ჩვენ რაში გვჭირდება ეს მერე, ხო? ჩვენც უნდა ვნახოთ მერე ის კონკურენტები, როგორ კომუნიკაციას იყენებენ იმ თავიანთ მომხმარებლებთან და რა შეგვიძლია რომ ჩვენს chatbot-ში მათგან განსხვავებული ჩავდოთ, რომ იმ ბრენდს მოვარგოთ, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი დამკვეთია და ჩვენ ხო მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დამკვეთს მოვაწონოთ ჩვენ მიერ შესრულებული პროდუქტი, ხო? ამიტომ ეს განსაკუთრებით მუშაობს ხოლმე, როცა ხაზის გაუსვამ იმაზე, რომ შენს კონკურენტს ეს არ აქვს, მაგრამ შენ ამ chatbot-ის დახმარებით გექნება, ეს არის ისევ ჟარგონი უნდა გამოვიყენო, მაგრამ დაკერვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. მერე არის კიდევ ერთი ესეთი კომპონენტი, რაზეც პრინციპში უკვე ვახსენეთ, მაგრამ მოდი კიდე გავშალოთ, ვინ არის ამ ბრენდის მომხმარებელი, ხო? აუდიტორიის გაცნობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამისთვის ძირითადად რას ვაკეთებთ ხოლმე, რომ აუდიტორიის სასაუბრო ტონსაც ვიგებთ აუცილებლად, მარტივია ხოლმე როგორც წესი ამის გაგება, თუ აქტიურია თვითონ ეს ბრენდი სოციალურ ქსელში, ძალიან ბევრი გამოხმაურებები
პასუხები აქვთ ხოლმე მე პოსტებს კომენტარების სახით. ხედავ მოკლედ ნახულობ როგორი ტიპის მომხმარებელი ყავს და უკვე ამ ყველაფერს რომ გადაავლებ თვალს და წაიკითხავ, წარმოქმნა გექნება chatbot-მა როგორ უნდა ილაპარაკოს. შეიძლება chatbot-ის სასაუბრო ენა ბოლომდე მიამსგავსო კიდევაც, თუ რა თქმა უნდა მოგწონს ბრენდის კომუნიკაცია, უკვე მის არსებულ კომუნიკაციას, ხო, რომელზეც თავის დროზე სოციმედიის გუნდმა, კოპირაითერებმა და ასე შემდეგ იზრუნეს, ხო? ანუ ეს არის, რა ვიცი, იდეალურ ვარიანტში, რომ უკვე კარგად აქვს ეს ყველაფერი შერჩეული და შენ უბრალოდ მე chatbot-ს ამას არგებ, მაგრამ შეიძლება არ ქონდეთ ესეთი აქტიური გვერდი და კარგად დაგეგმილი კონტენტი არ ქონდეთ თავიანთ page-ებზე და ამის მოფიქრება გიწევდეს კიდევ ცალკე, რომ აი ახლა შენ chatbot-ს როგორი სასაუბრო ენა გაუწერო და მათ მომხმარებელს როგორ მოარგო, რომ ამათი page-იც ამოიკაჩოს მოკლედ შენ მიერ გაკეთებული chatbot-ის დახმარებით. მოკლედ ამაზე ფიქრიც გვიწევს ხოლმე, ამიტომ თვითონ ამ ბრიფში რომელსაც გაუგზავნი, ხო, მას რა ქვია მაგას დამკვეთს, უნდა დაგიწეროს ვინ არის მისი მომხმარებელი. ასევე კარგი იქნება თუ მოვთხოვთ რომ გვითხრას რა არის მისი აი ამ chatbot-ის შექმნის კონკრეტული მიზანი, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ანუ ეს არის chatbot-ი ზოგადად ამ კომპანიის სახეა, აი უბრალოდ ბრენდის სახე არის, მაგალითად როგორც უნას შემთხვევაში სიტყვაზე, რომ ილიანის ციფრული თანამშრომელია, ესე ამბობს თვითონ უნივერსიტეტი, ჩვენი ციფრული თანამშრომელი. ზოგადია, ანუ ძალიან ხო? იყო კიდევ აი ჩემს პრაქტიკაში სანტა მაგალითად, რომელიც East Point-მა ჩაუშვა თვენახევრით მხოლოდ კამპანიის ფარგლებში. და ანუ ეს იყო East Point-ის მიზანი, რომ მას ჰქონდა საახალწლო გათამაშება და ამ საახალწლო გათამაშებაზე უნდა ელაპარაკა ახალწელთან ყველაზე მეტად ვინც ასოცირდება სანტა, ხო? ამ გმირს. აი ეს უნდა გითხრას, ანუ მიზანი რა არის ამ chatbot-ის შექმნა რისთვის უნდა. ციფრული თანამშრომელი უნდა, რაღაცა კამპანიას აწარმოებს და იმის ფარგლებში უნდა მხოლოდ ცოტა ხნით ჩაშვება, რაღაცა ესეთი კონკრეტული რაღაც თემა აქვს ერთი არჩეული, რომელზეც აი ვერანაირად ვერ გამართა კომუნიკაცია და მარტო ამაზე უნდა რომ chatbot-მა ილაპარაკოს და არ იყოს არ მოედებოდეს სიტყვაზე ბევრ რამეს, თუ კიდევ შეიძლება მაგალითად ესეთი რაღაც იყოს, რომ აი რაღაცა ბრენდი არის, რაღაცა ყიდის სიტყვაზე, მაგრამ უნდა რომ ახალი პროდუქცია შემოიტანოს და აი ამ ახალი პროდუქციის შემოტანის პოპულარიზაციას chatbot-ით ეწევა. ერთი სიტყვით ბევრი შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. მიზანი აუცილებლად უნდა დაგვიწეროს ამ ბრიფში, რისთვის აკეთებს ამ chatbot-ს უფრო სწორად. და ნუ ბოლოს რაც არის ხოლმე აუცილებელია იცოდეს რა მოლოდინი აქვს ჩვენთან თანამშრომლობით. აი ჩვენ რომ აგვიყვანს სიტყვაზე და გააკეთებს საბოლოოდ ჩვენ გავუკეთებთ chatbot-ს, რას ელოდება, რა მოლოდინი აქვს ჩვენგან და რა მოლოდინი აქვს ზოგადად ამ პროექტის დასრულების მერე, ხო? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ბრიფებში ყოველთვის წერია, რომ ჩვენ როდესაც არ ვიცით ჩვენგან რა მოლოდინი აქვს, ჩვენ თვითონაც ცოტა გვიჭირს, ხო, რაღაცაზე დაფიქრება, რომ აი რა უნდა გავაკეთოთ, აი რას ელოდება ეხა ეს ბრენდი ჩვენგან. შეიძლება აუცდეთ და ჩვენ სხვა მოლოდინები გქონდეს მათთან თანამშრომლობის და სხვანაირი რაღაც შევთავაზოთ. შესაბამისად, როდესაც თვითონ გვერდყვის რას ელოდება ჩვენგან და რისი მიღება უნდა საბოლოოდ ჩვენგან, გაცილებით გაგვიმარტივებს საქმეს და ასევე კიდე ესე ბონუსად აქ არ წერია, მაგრამ ისე დავამატებ, რომ ჩვენ კი არ გვიმარტივებს ამ ბრიფის გაკეთებით საქმეს. მარტო თავის თავს უმარტივებს რეალურად, იმიტომ რომ შენ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს დამკვეთისგან, მით უფრო ნაკლები დრო გჭირდება ამ ყველაფრის გასაკეთებლად და მით უფრო ხარისხიანად აკეთებ მე ამ ყველაფერს და ეს უნდა დაანახო, აი თუ მაგალითად არიან ხოლმე რა ვიცი ესეთი დამკვეთებით, რომელსაც რაღაცა ეზარებათ ბრიფის შევსება, მე ერთი მეორეს უყურებენ გუნდში, რომელი შეავსებს ამ ბრიფს, აი რაღაცა 10 კითხვიანი
მოცემულობაზე არის რეალურად ლაპარაკი, მაგრამ აი ესეთი ტიპაჟით შეგხვდებათ, მინდა გითხრათ და უბრალოდ უნდა უთხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გაგიმარტივოთ საქმე, არამედ პირველ რიგში ისევ და ისევ მისი პროექტი იყოს საბოლოო ჯამში გამართული, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩატბოტი კი ჩვენ ვქმნით და ჩვენს ხელში გამოზრდილი ბავშვია, ესე ვთქვათ, შეიძლება ესეც დავარქვათ, მაგრამ საბოლოოდ ვიღაც დამკვეთის ხდება, ხო? ანუ ეს ცოტა ესეთი სენტიმენტალური გადახვევა იყო ახლა, ანუ მართლა ესე არის იმდენად დიდი ხანი მუშაობა ამაზე, რომ მე რაღაცნაირად უნდა ჩააბარო მის ნამდვილ პატრონს თითქოს რაღაც ესე და ცოტა ესეთი მომენტია ხოლმე რა, რაღაც ესეთი დამოკიდებულება გიჩნდება უკვე შენი ჩატბოტის მიმართ, თითქოს არ გინდა რომ გაუშვა. შესაბამისად, ანუ თუ უნდა რომ ეს თავისი საბოლოო პროდუქტი მიიღოს კარგი, ბრიფის შევსებაზე უარი არ უნდა გითხრას არავითარ შემთხვევაში და საერთოდ თვითონ თუ მოგიტანს ბრიფს, როგორც თქვი, ეგ არის მართლა იდეალური ვარიანტი. და რა ხდება უკვე ბოლოსკენ მივდივართ და ძალიანაც აღარ დაგხლით ბრიფის მიღების შემდეგ, ხო? ანუ უშუალოდ პროცესი როგორ იწყება ჩატბოტზე მუშაობის, ანუ ბრიფის მიღების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მის განხილვას, რა თქმა უნდა, თუ ამომწურავი პასუხები მივიღეთ ყველაფერზე, შეგვიძლია მომდევნო ნაბიჯზე გადავიდეთ და უკვე იდეები ჩამოვყაროთ ყველაფერის, თუ ვერ მივიღეთ ამომწურავი პასუხები, კიდევ შეიძლება, აუცილებლად გვეყოლება დამკვეთთან ვიღაც საკონტაქტო პირი, რომელსაც ვეთქვით, რომ აი უკაცრავად, მაგრამ ეს კომპონენტი რომ დაგვიზუსტოთ ეს და საბოლოოდ უკვე ჩავთვალოთ, რომ მთლიანი სურათი ვიცით, რას ვაკეთებთ და იწყება უკვე ბრეინსტორმინგი თვითონ გუნდში, ანუ ჩატბოტებზე მომუშავეთა გუნდში. რაში მდგომარეობს ახლა ეს, რომ უკვე დაიგეგმოს კონკრეტული ამოცანა, უკვე პერსონიფიკაციაზე მიდის აქ ძირითადად ხოლმე მსჯელობა, როგორი აი უკვე ყველაფერი ვიცით ბრენდზე, ახლა მოდი მოვიფიქროთ როგორი იყოს პერსონაჟი. იწყება ძირითადად იდეების ჩამოყრა პერსონალობაზე და ამაზე როგორც წესი ნარატივ დიზაინერები ფიქრობენ, თუ ისე ხდება, რომ ერთია ნარატივ დიზაინერი გუნდში შეიძლება დაიხმაროს გუნდის სხვა წევრებიც, რა თქმა უნდა და ყველამ ერთად შეაჯეროს ეს ყველაფერი. და საბოლოო დასკვნები იდება, რომ აი შევთანხმდით უკვე პერსონალობაზე, შევთანხმდით ყველაფერი ვიცით დამკვეთისა და ამ პროდუქტის შესახებ, ვიცით რა შედეგი უნდა დავდოთ და რამდენ ხანში უნდა დავდოთ, ეს ყველაფერი უკვე ვიცით და იწყება ტასკებისა და დედლაინების განაწილება, ანუ რა უნდა გააკეთოს პროგრამისტმა, რა უნდა გააკეთოს პროექტის მენეჯერმა, რა უნდა გააკეთოს უშუალოდ ნარატივ დიზაინერმა, ვინ როდის რა უნდა მოიტანოს გაკეთებული. ეს ყველაფერი არის უკვე უშუალოდ პროცესი ამ ყველაფრის და მე მგონი დავამთავრე კი. ანუ ამის მერე უკვე როგორც თქვი, მომდევნო ლექციაზე გვექნება საუბარი უშუალოდ აი სოციმედიასთან დამოკიდებულებაში, როგორ ხდება ეს ყველაფერი და რა და როგორ გავთვალოთ ამ მხრივ უფრო ისე ვისწავლით კარგად, მაგრამ ამ ეტაპზე, რა ვიცი, ეს იყო, ანუ თვითონ მინდოდა მეჩვენებინა, რა გზას გადის ნაბიჯ ნარატივ დიზაინერი, სანამ უშუალოდ პროექტს აიღებს და რა ვიცი, ამ ლექციაში მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ყველაფერი ჩამეტია მთელი ეს ნაბიჯები თქვენთვისაც მეჩვენებინა. რაც შეეხება ჩვენს დავალებას, ანუ იქნება ერთი დავალება გვექნება დღეისთვის წინა ლექციებიდან განსხვავებით, მაგრამ საკმაოდ ესეთი კარგი სამუშაო იქნება ჩემი აზრით, ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა უმარტივესია. ანუ უნდა გადაათვალიეროთ ქართული ბრენდები, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი, აი თუნდაც ის ბრენდები აიღეთ, რომელსაც ხშირად მოიხმართ, ხო? ანუ კვების ობიექტები იქნება ეს თუ ტანსაცმლის მაღაზიები თუ რა ვიცი, კოსმეტიკის იქნება, თუ აფთიაქები იქნება, თუ სადაზღვევო კომპანიები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ბრენდი, ბანკი იქნება, თუ ვინც იქნება, გადაათვალიეროთ და რომელიმე ერთზე შეჯერდეთ, ხო? თქვენ რომელიც მოგწონთ და უნდა გააკეთოთ მოკლედ ბრიფის ნიმუში. მაგალითად, აი, რომელ კომპანიასაც შეარჩევთ, ის რომ მოსულიყო თქვენს გუნდთან ან თქვენთან პირადად და ეთქვა
თქვენთვის, რომ მინდა chatbot-ის გაკეთება და გამიკეთე, და ბრიფი არ მოეცა თქვენთვის, რაც როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ხშირად მოხდება. როგორ ბრიფს გაუგზავნიდით იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რაზეც წეღან ვილაპარაკე, რომ აი ასეთი და ასეთი უნდა იყოს ბრიფი და ამას უნდა მოიცავდეს, ხო? როგორ ბრიფს გაუგზავნიდით ამ ბრენდს, რა კითხვებს დაუსვამდით იმ კონკრეტულ ბრენდთან, რა დაგაინტერესებდათ და აი ესეთი რაღაც რომ გააკეთოთ. მოკლედ ბრიფი რომ გააკეთოთ რომელიმე კომპანიისთვის და ფორმატს რაც შეეხება, ну, ძირთად ან Google Forms-ში კეთდება ხოლმე ბრიფები, ან უბრალოდ ჩვეულებრივი პრეზენტაციის ან PowerPoint-ის ფორმატშიც კეთდება ხოლმე ბრიფები. უბრალოდ, ანუ ამის განსხვავება არის, რომ როდესაც PowerPoint-ში აკეთებ, როგორც წესი, ამას თვითონ დამკვეთი იგზავნის, ანუ ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა. უკვე გამზადებული აქვს და იმიტომ გიგზავნის PowerPoint-ში, მაგრამ Forms-ით კეთდება, როცა შენ გიწევს გაუგზავნო ბრიფი, ანუ PowerPoint-ს ხარ გაუგზავნი და იქ ხარ ჩააწერინებ რაღაცებს, არა? ანუ ყველაზე იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში არის Google Forms-ი ალბათ გაგიკეთებიათ ყველას. ანუ თუ არის ვინმე, ვინც არის ის Forms-ზე მუშაობა, მითხრას და მაგაზეც აიქნება პრობლემა, ტუტორიალს ჩავწერ და დავდებ ჩვენთან ჯგუფში. კითხვა არის მარიამ რომ დაბრწმუნდეო ელენე ბრიფი არის ერთგვარი კითხვარიო და აქვე ნათია მოიწერა რომ შეიძლება ბრიფის ერთი ნიმუში გვანახოთო? აუცილებლად ბრიფის ნიმუშებსაც ჩავაგდებ და ხო, როგორც თქვი, თუ ვინმე არის ჩვენთან ისეთი, რომ Forms-ში არ აუწყია კითხვარი არასოდეს, პატარა ტუტორიალსაც ჩაგიწერთ Forms-ში როგორ უნდა აწყოთ კითხვარები. არც ის არ იქნება პრობლემა. თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება გვაქვს. თუ ყველამ ვიცით Forms-ში მუშაობა, მაშინ არ გავაკეთებ. მეც თვითონში ერთმა მოიწერა რომ ვარო ეგეთიო და ტუტორიალი თუ შეიძლებაო. ოკეი. კი. რეალურად ძალიან მარტივია, მართლა უმარტივესი არის Forms-ი, იმიტომ მიყვარს, რომ ყველაზე პრაქტიკული არის ხოლმე მსგავსი ტიპის ამოცანა, როდესაც გვაქვს. ხო, იმ კითხვასაც ვუპასუხებ. კითხვარი არის ბრიფი ერთგვარი, ბრიფის ნიმუშსაც ჩავაგდებ, ოღონდ უკვე აწყობილი ბრიფის ნიმუშს ჩავაგდებ, მაქვს ერთი ეგეთი სატესტოდ გაკეთებული, რომელიც რომელიმე არსებულ ბრენდს არ მიემართება, გამოგონილ ბრენდზე არის გაკეთებული, მაგრამ ბრიფის ნიმუშია, ანუ როგორი უნდა იყოს ბრიფი დაახლოებით და ასევე რა თქმა უნდა ამ პრეზენტაციაში რაც მქონდა ჩამოწერილი, რას უნდა შეიცავდეს ბრიფი, ეგ კითხვებიც გამოგადგებათ და შესაბამისად ისედაც ვაგდებ ხოლმე და ამ პრეზენტაციასაც ჩავაგდებ ჩვენს Classroom-ში, ერთი სიტყვით მასალა რაც ამ დავალებისთვის დაგჭირდებათ, ყველაფერს მოგცემთ. დანარჩენი, ხო, რა ვიცი, ანუ deadline-ს რაც შეეხება, იგივე გვექნება 4 შაბათს 3 საათისთვის, იმიტომ რომ 7-ზე ხო ლექცია გვაქვს და უნდა განვიხილოთ ეს დავალებები. და შესაბამისად შესწორებაც უნდა მოვასწროთ. აქედან გამომდინარე 3-მდე თუ გამოგზავნით, კარგი იქნება. და ნუ ხო, რა ვიცი, დანარჩენი კითხვები თუ არის კიდევ რამე, კითხვებზე გიპასუხებთ. მე მაქვს ერთი შეკითხვა. იცით რა მაინტერესებს შეერთებელია, რომ მაგალითად კითხვების რაოდენობა ან იყოს 10, თქვათ 10-დან 15-მდე და თუ ეს ინდივიდუალურია, ისე როგორც მე მჭირდება რომ ვიცოდე. რამდენიც გინდა, ну, რა თქმა უნდა, ერთ რჩევას მოგცემ უბრალოდ, რომ 50 კითხვას ნუ შეიტან ბრიფში, იმიტომ რომ არც ერთი დამკვეთი, ანუ ამას ხო იმიტომ ვაკეთებთ რეალურად, რომ მე პრაქტიკაში გამოვიყენოთ უშუალოდ მართლა დამკვეთთან და არც ერთი დამკვეთი არ წაიკითხავს მაგხელა უშუალო კითხვების რაოდენობას დაეზარება ამაზე პასუხის გაცემა. შესაბამისად, ანუ ნუ იქნება მაინც 10 ან რაღაცა 15, მაქსიმუმი ავიღოთ ყველაზე ბევრი 20 კითხვა, თუმცა ესეც ბევრია.
20 კითხვაც ცოტათი ბევრი არის დამკვეთთან გასაგზავნად. მოდით 15 ავიღოთ რა, ანუ არა, ზუსტად როგორც რეალურ პრაქტიკაში გავაკეთებდით, მინდა რომ ისე გავაკეთოთ. 15-ზე მეტი კითხვა დამკვეთს არ გავგზავნოთ, არ გააგიჟოთ. არასოდეს. მოკლედ ძალიან საფრთხილოები არიან რა, აი ასე ვთქვათ, ძალიან უნდა მოეფეროთ და ძალიან უნდა მოერგოთ მაქსიმალურად. ოღონდ არა ისე რომ ყველაფერი გაგაკეთებინოთ ხოლმე რაც უნდათ რა, აი ეს ყველაფერი მე რაღაცნაირად პრაქტიკაში უკვე თავისთავად გამოგიმუშავდებათ. 15 კითხვაზე მეტი არ იყოს მოდი ბრიფში, მაგრამ 15-ზე ნაკლები, რამდენიც გინდათ იმდენი იყოს. გასაგებია. და კიდევ ერთი შეკითხვა. აი, უნდა იყოს აუცილებლად ქართული ბრენდისთვის ეს ჩემი დამკვეთი უნდა შევთავაზო აუცილებლად. უმჯობესია რომ იყოს ქართულისთვის. მოდი იყოს კი ქართულისთვის, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი მაინც ასე თუ ისე ამ ცნობილ ბრენდებს ყველანი ვიცნობთ. და მერე განსახილველადაც ბევრად უფრო მე მგონი საინტერესო იქნება, უფრო ყველა მარტივად განვიხილავთ. ახლა რაღაცა უცხოური ბრენდი შეიძლება რომელიმე კარგად არ ვიცოდეთ მათი კომუნიკაცია როგორია და ასე შემდეგ ყველა ის დანარჩენი კომპონენტი რაც გვჭირდება, ხო? შეიძლება სხვისი არ ვიცოდეთ კარგად და სამსჯელოდ არ იყოს იმდენად მერე ყველასთვის საინტერესო და ქართულები მაინც ასე თუ ისე ყველამ ვიცით და განსახილველად იქნება ჩემი აზრით საინტერესო. გასაგებია, მადლობა. არაფრის. აბა კიდევ თუ გაქვთ კითხვები? მე მაინტერესებს გაგინახოთ ბოლოს და ბოლოს. ანუ ამ დავალების მერე როგორ მოხდება შერჩევა? მეილზე მოგვივა, ვინც გადავა? კი, ესე გამოვა, რომ მოკლედ მე და თამთას მოგვიწევს დავალებების ერთი მხრივ შესწორება, მეორე მხრივ თქვენი წინა დავალებების მიხედვითაც შეჯამება ამ ყველაფრის. და საბოლოოდ პასუხს გაგაგებინებთ სავარაუდოდ ალბათ თვითონ უნილაბის ადმინისტრაციამ. კი, დიდი ალბათობით პირველი ეტაპი იყო. ეგრე იქნება და შემდეგ ლექციაზე უკვე ის ხალხი ჩვენ უნდა მივაწოდოთ ერთი რაც თანამდებობით ვიცი არის რომ ჩვენ უნილაბს უნდა მივაწოდოთ უკვე საბოლოო სიები. და შესაბამისად ალბათ ამ სიას მიწოდების შემდეგ თვითონ მოაგვარებენ მაგ საკითხს რომ ძალიან მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ეგრე იყოს რომ თვითონ გამოგიგზავნონ შეტყობინებები ამასთან დაკავშირებით. მაგრამ შეგვიძლია გავთიშოთ, იმიტომ რომ უშუალოდ სალექციო ჩაწერა აღარ არის, კითხვა უბრალოდ არ ვიცი, იქნებ ვინმე არის ისეთი, ვინც არ გვესწრება და ამ კითხვებზე მასაც კონდეს პასუხი და მე ჩანაწერს რომ ნახავ და მოისმენდა, ამიტომ არ გავთიშე წეღან. ხო, ერთი ყავს, ვისაც შუალედური აქვს დაგვიწერა კლასრუმში და დიდი ყურადღებით მოусმენს ამ ვიდეოს. შეკითხვა აქვს ელენეს, თუ ვერ მოხვდით სიაში მოხალისეების სახით რომ დაგესწროთ შეიძლებაო? ხო, იცი რა, შეიძლება ალბათ, მართლა არ ვიცი, ანუ დავაზუსტებ ამას და გეტყვით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ იცი როგორი რაღაცა არის, ანუ ხო, ძირითადი აქ აქცენტი არის, როგორც მე ვიცი, ადმინისტრაციის მხრიდან იმაზე, რომ არ იყოს, ესე ვთქვათ, საბოლოო ფინალურ პროექტზე, ხო, რომელსაც რაღაცა თავისი წესები აქვს და იქ ჩვენ აღარ ვაფასებთ, ასე ვთქვათ, საბოლოო პროექტს იქნებიან ვიღაც ადამიანები, ჟიურის წევრები, რომლებიც საბოლოო პროექტებს აფასებენ და აი იმ პროექტისთვის არ უნდა იყოსო, ანუ ბევრი მონაწილე, ესე ვთქვათ რა, მაქსიმალურად უნდა ამიტომ გაიფილტროსო და თუ მხოლოდ ამ პროექტზე არის ლაპარაკი, არ ვიცი, შევათანხმებ მაშინ უნილაბთან, მაგას ვეცდები ყოველ შემთხვევაში და გაგაგებინებთ პასუხს, რომ შეიძლება ფინალური პროექტი არ გააკეთოს, ვინც ვერ მოხვდება სიაში, მაგრამ თუ სურვილი ექნება, ესე თავისუფალ მსმენელად დაგვესწროს. შეიძლება ეს არ იყოს პრობლემა.
ამაზე არ მოუწოდებიათ თვითონ თავის მხრივ ინფორმაცია, ამიტომ არ ვიცი ესე დანამდვილებით სიმართლე გითხრა და დავაზუსტებ აუცილებლად ვიკითხავ. ნათიას კითხვა ზოგიერთი ჩვენგანი 4 შაბათის ლექციას აღარ დაესწრებაო და ხო იდეაში ვინც ვერ გადალახავს მეორე ეტაპს ასე გამოდის. პასუხები იქნება უკვე 4 შაბათისთვის. 4 შაბათს ლექციის დაწყებამდე რა მოკლედ. ჩემი ერთი თხოვნით იქნება ყოველდღია როგორი სახით მომიწევ 7 საათზე ლექციაზე შემოსვლა. თამთა შენ მაინც კითხულობდე. ამიტომ რომ მე ალბათ გამიჭირდება ძალიან. ხო და ერთადერთი თხოვნა მექნება რომ აი გაითვალისწინოთ მაქსიმალურად რომ ბოლო დავალება და აი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და ეცადეთ რომ მოკლედ არ დაიზაროთ ამ დავალებისთვის ძალისხმევა და დროც და ენერგიაც რომ ასე ვთქვათ